მოგესალმებით სამენტავნის ვიდეო სივრცეში. კიდევ ერთხელ დღეს არის ეპიზოდი უკვე 6 სამინდე ბაზარის. უამრავი ეპიზოდი გვაქვს. ხო, სადაც ვლაპარაკობთ სამინდე ბიზნეს ინდუსტრიის ნიუსებზე. და დღეს გვაქვს ერთ საინტერესო რაღაცეებზე. და დღეს არის Two Waynes researchers გაუძიმებული, არა, რა ქვია? ჩააშენებენ ფარულ კოდებს სამგანზომილებიან მასალებში. Two Wayne. ეგრე იკითხება? ხო, Two Wayne. Two Wayne is ვენის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ანუ ვენის GPI-მ გააკეთა ეგეთი ანუ სპეციალური მასალა და პრინტის ტექნოლოგია, რომ hidden ელემენტები ჩაბეჭდო შიგნით. ხო. რაც ანუ ზოგმა რატო? ანუ მე ვარ ხო, რატო? ანუ მართლა რატო? ანუ ლეიერებს შორის რა აზრი აქვს, მექნება თუ არ მექნება მესიჯი. ანუ მე მაქვს ანუ ორი ვარიაცია, რაც უკვე მოვიფიქრე, რისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. ერთი არის რაც geocaching-ი puzzle-ის სტილის რაღაცეებისთვის, რომ აი ადრე როგორც ყავს ფურცელზე უჩიდარი კალმით წოწერდნენ და მე ლიმონჟავას აწვეთებდნენ და სანთლიზევი დაანაწერა. ანუ წერდი ხოლმე პირდაპირ ლიმინის წვენით ვწერდი. და მე ცეცხლი ლიმინის წვენი უფრო მალე იწვევოდა და ეგრე მაინც გამოდის. ხო, ანუ ერთი არის ეგ რა, ანუ გადაობის რაღაც გასართობი რაღაცისთვის, რომ გამოვიდეს ეგეთი რაღაცა, რაც საკაიფოა. მეორე არის უფრო ტესტირების და ინჟინერებისთვის. ასე თქვათ, ანუ ეს რაც არის დაბეჭდილი, ისე დაბეჭდილი, რომ მარტო რაღაცა 150 გრადუსზე ფერმთელდება და გაჩვენებს კოდს. ხო. და ანუ 150 გრადუსზე ერთხელ მაინც თვავი და всё, ანუ მან რჩება. ანუ ეგეთი რაც დადე ძრავაში კარები, ანუ ცალკე კარები რომ გააკეთო რაღაცა, შიგნით ჩადე უბრალოდ სადღაც სენსორის მაგივრად. და ეგ თუ გამოჩნდა, გამოცვალე კარი. ან იცი რომ ანუ რაღაცამ სადღაც მოიტყუა. და ანუ ვიღაცამ რაღაცა იხიმანდრა და всё, შენი გარანტია ნულოვანი, აღარ ითვლება, აღარ გაქვს გარანტია. სანამ გარანტიამდე მივოთ უკვე ანუ ჯერ ქარხანაში რომ ანუ რო ტესტავენ რაღაც ახალი ფორმაზობა და ანუ კი იყიდება ეს სტიკერები და რაღაცეები უკვე რაც ეგრევე მუშაობს, მაგრამ არის ერთი ფორმის და თქვა თუ გაჭერი არასწორად შეიძლება გაფუჭდეს. ანუ ეს არის რომ ანუ რაზომა ფორმა დაბეჭდე სადაც გინდა ჩატენე და ანუ უფრო მეტ დეტალიზაციის საშუალებას მისცემს. კიდე შეიძლება რაღაცა საავტორო უფლებების ტრეკინგის ამბავში გააკეთო, რომ დავუშვათ გააკეთე ფაილი და არ დაგი open source-ებია და ანუ გადმოწერადი გახდა როგორღაც, მაგრამ რაღაცის ნებართვა არ მიგიცია კომერციული use-ის მაგალითად რა. და მიხვედი მაღაზიაში, იყიდე ვიღაცის გაკეთებული დრაკონი, ჩაანათე და ძმებო, ჩემი QR-ი აქ ამას ისევ რა, ანუ ეს ფაილი მოგიტანეთ, არ გადაგიხდიათ ჩემთვის ის $1 საწყალი $, რომელიც დავადე ფასად. და ნუ პლუს არის რა. რაღაცა საიდუმლო ტრეკინგის შესაძლებლობასაც იძლევა პრინციპში. ბევრი ანუ მამეთ პოლიციაც შეიძლება გამოდის რაღაც, ანუ ეხლა ფურცელ, ანუ ფულს რო ink ბომბას რო უკეთებენ ხოლმე რა. ხო. ანუ მაგის მაგათ просто აი რეზინა რაცაა გარშემო. ანუ TPU-სგან დაბეჭდა ეს კოდი ჩამალე. და ვიღაცამ სადაც მე თუ მიიტანა, ოპ, აანათე გამოჩნდა რა. ხო. არა, რაღაც ეგეთ ჩამატება შეგვიძლია რა, ანუ უბრალოდ ის რომ ანუ შეიძლება მალული რაღაც რომ ეს ანუ მარტო რაც აი ეს თუ მოხდა გამოჩნდება, ანუ ბევრი მასალაზე რაღაც მომშა. ანუ თქვენ რა გონიათ, ანუ თქვენ რამე გამოყენების სხვა ვარიაცია გაქვთ? ხო. ანუ იდეაში ეგაა რომ რაღაცა რეზინის პრინტერზეა ამ წამში რომ ერთი ფენა, მეორე ფენაში კოდია, მესამე ფენა და შიგნით არის, კორპუსში არის ჩამალული ეს მესიჯი და check engine-ი ხوار გვინდა. ხო. Two Waynes უნივერსიტეტის საკითხი დავფარეთ ბოლომდე? ხო. თლიანად და დავიწყეთ. კითხვებიც შევეკითხეთ. ხო, შეკითხვების დავსვით. გავაგრძელეთ მაშინ რა შველოდებით? მე ეგერ Formnext-ზე Union Tech-მა RS Pro 800 და RA900 ინდუსტრიალი SLA პრინტერების ვარიაცია შემოგთავაზა. ხო. რომელიც საინტერესო არის იმი განწყობილები თუ რისთვის იყენებენ, ანუ რისთვის ამარკეტინგებენ ამ პრინტერს. ხო. ანუ არის რეზინის პრინტერი, როგორც არის Anycubes და Elegos რას შევაქთ, ანუ რეზინა ჩაასხი და რაც ამხელა დაფაზე გაანათა და ამოიღე ნაწილი, მაგრამ ეს არის 950 მმ-ზე, 400 მმ-ზე და 500 მმ-ზე. აი ამოდენა. ხო.
აი ბებო რო გიყვარდა იმ ხელა მოცულობა აქვს და რისთვის იყენებენ? მანქანის საბურავების ყალიბების საკეთებლად. უზარმაზარი მოცულობა აქვს რეზინის პრინტერები, მაგ ხელები არასოდეს არ არის ხოლმე. ტიპები უბრალოდ დადგნენ, ხო და აი მაგას ვუძახი რა განასხვავებს ინდუსტრიულ პრინტერს ჩვეულებრივი პრინტერისგან, რა რომ ტექნოლოგია ერთ-ერთი იგივეა, ის არის ასე შემდეგ რა. თუ გახვალ უცებ რაღაც ძალიან მოგინდა რეზინის პრინტერი რომ აი შენი D&D-ის საყვარელი მინიატურა გააკეთო ერთი კონკრეტული და იყოს იდეალურთან მიახლოებული, ხო? შავიც მე რა $250 იყიდი რეზინის პრინტერს და მე განაბაჟებ და გექნება. სამუშაო არის რაღაცა. გასარეცხი და პლუს მინუს რაღაცა 15 სანტიმეტრი 15 სანტიმეტრზე და მთელი ცერემონიები, რა. 80 სანტიმეტრი 50 სანტიმეტრი 50 სანტიმეტრზე თუ გინდა რომ თლიანი მანქანის ბორბლის ტექსტურა გააკეთო. მე უკვე უნდა გაიკვანძო, უკვე უნდა მოიჩხრიკო ჯიბეები და ალომბარდო სახლი, ბებიაშენის სახლი, დეიდაშენის სახლი და იყიდი მე აი ამას. რომელიც თვითონ მინიატურული შესრულების დონეზე, ანუ ხო რა როგორც 0.05 მმ და 0.25 მმ. რა ანუ რამდენი მიკრონიც, ხო რა რამდენი მიკრონიც იქა, იმდენ მიკრონი აქაა. უფრო ნაკლები არის. მიკრონზე ნაკლებია. ანუ იგივე რაც ანუ ჩვეულებრივი FDM პრინტერები როგორც ბეჭდავენ 0.5 და 0.25 მმ-მდე. ხო. იგივე დონეზე ბეჭდავს ეს. აბა რატო არის რეზინის ამაში? რო დიდი FDM პრინტერი გააკეთე მაშინ. მაგრამ ანუ რეზინა მაინც ხო თავისი ყალიბი და ხო და ანუ არ ვიცი, სად არის მონაცემები საწერია, დავიჯერო ხა აქ არსად ნანომეტრი არ წერია? არა, აგერ არის სიგნალს 0.05 და 0.7 მმ. ანუ 0.05. ხო, არა, ჩემცასაც შეუულია 0.05. მაშინ ამ რეზინა რატო მინდა? თუ საბურავის ყალიბის გაკეთება შესაძლოა შეგიძლია? არა, არ შემიძლია ჩემცასაც საბურავის ყალიბის გაკეთება, თუ 80 ნაწილად არ დავჭერი და ალბათ არ ჩაჯდება ის ნაწილები მე ერთმანეთში კარგად. ისა რო აი. ხო, ანუ საკაიფო ბანძი, ანუ ჩვეულებრივ იმ $250 რეზინის პრინტერზე უფრო ბანძი გაფართოება აქვს დაჟე ზემოდან, ხო? ხო, მაგრამ ისა რო ანუ რეალურად ბანძი გაფართოება არა 0.05 მმ მაინც ანუ საკაიფო. მაგრამ ის არის ამ ხელა 10.000-იანი თუ 100.000-იანი მანქანა შექმენი. 500 კილოიანი ვეთია ის აქვს აუზიო. ანუ 500 ანუ რეზინის პრინტერებში ახლა ლიტრიანი და 2 ლიტრიანი ბოთლები არის 250 გრამიანი ბოთლები რო არის ის საწყო ამას აქვს 560 კილოგრამიანი. ხო, ზიგრიალე ოქრო. ანუ ბევრი რაღაც გაიგებს, მაგრამ ისა რომ მაინც ამ ხელას გააკეთე. ანუ მაგიტო არ მოსის ბევრი არის რაღაც პრობლემაში CEO-ების და ინჟინერების რა. ანუ საკაიფო რაღაც გააკეთე. მაგრამ აი აქ რატო იყურები მარტო რა? ანუ ახლა რეზინის პრინტერი რომ მოგცა რა, რამდენი რამის გააკეთებ რა? ხო, მაგრამ რა შეიცი საქმე, რომ აი არავინ არ მიცემს რამდენი რამის გავაკეთებდი ტიპს, მაგ ხელა რეზინის პრინტერს, იმიტომ რომ არ ვიცი ძმაო შენ რა გინდა იქ და რა კონების კეთება გინდა თუ დილდოების. აგერ აი პატიოსანი ბიჭია პაკრიშკებს აკეთებს რა. ვიცი რომ პაკრიშკებზე მოთხოვნა არსებობს ბაზარზე და აი სპეციალიზებული პროდუქტი შენთვის აკეთე საბურავები, დაიფყარი ელიავა შვილო რა. ანუ არ მაგრამ ისიც არის კი თქვი რომ საბურავებისთვის არის შექმნილი. და სხვა რაღაცებს შეუძლია გაკეთება. არა, აი ამის გაკეთება შეუძლია კარგად. всё, მეტი არაფერი. ხო და რავი, სლაისერი ხო აქ, ანუ რასაც გინდა იმას გააკეთებ, მაგრამ თავისი რაღაც რა. ხო, მაგრამ აი, რა ვიცი, ინდუსტრიულში ხო ეგეთი არის, თავისი სოფტი, რომელსაც სამი ღილაკი. upload model, slice model, print model. ნახე სამი ღილაკი აქვს მართლა და ერთი კარა, 4 ღილაკი აქვს და ერთი გამორთვა, ჯართვა. ანუ ეს თითერი ღილაკი ეჭველი რაცა abort რაღაცა გაფუჭდა abort. კი. ვიღაცამ გაბედა და ადამიანური რაღაცა დაბეჭდა. მაგრამ 36 საათში აკეთებს 4 საბურავის ყალიბს. 36 საათში 4 ცალი აი ამ ხელა რაღაცა. აი ეს ანუ ერთი საბურავის მეოთხედები რა. აი ამ ხელა რაღაცა 4 ცალი 36 საათში საღო კი 9 საათში საბურავს რო აკეთებს საბურავის ყალიბს. ხო და რაც იმ წვრილმან დეტალიზაციაზე მოკლებული აქვს რეზინის პრინტერების სიჩქარეზე აქვს მომატებული გიჟივით რა, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან მაღალი სიჩქარეა.
ხო და აი ამას უბრალოდ ის არის კიდე აი ამისი მერე მოდელების გარეცხვა ისა ეს ანუ მთელი საწარმოო პროცესია რა უკვე რა ვიღაც უნდა ყავდეს და რო არ მიჩვენეთ ან consumer resin sprinterებს რაც აი ის შუშის რაღაც ან პლასმასის დაფარო აქვს რა რაზეც რაშიც ასხავ ასე რკინის ლანგარი ხო არა დიდი ბიჭია ფაღავანია for next-ზე წარადგენენ მაგრამ ერთი ესეთი რო დაითრიო და ანუ აი ანიმეს ფიგურები ან collectibles რო არის ხოლმე თამაშებისთვის რა რო იყანო რამეს გააკეთებ ამაზე დანბასე სწრაფად უშოულია რა ალბათ ეს მე მგონი უფრო ძვირი დაგიჯდება ვიდრე injection molding-ი ვიდრე არა ანუ იგივე ფორმატის FDM პრინტერი რომელსაც მაინც იგივე გაფართოება ექნება უბრალოდ არ იქნება ისე ზუსტი მაგრამ ეხა ანუ დიდი ფიგურებს ვინც აკეთებს ყველა იმისთვის ამომზადებული საბოლოო ჯამში მაინც მერე არტიზანულად ასრულებენ ხო 15 ნაწილად დაჭრას შეაწეყოს ჟერებოს რა ანუ ხო და ერთმთლიან იმადაც რო გააკეთოს ხო რა ეხა მაგხელა ფიგურას რო აკეთებ რომელსაც თანაც ხალხი უნდა მივიდეს და ლუფის გვერდით ხო და რაღაცა ანუ შეღება და რაღაცა ხელით დამუშავება და ანუ layer height-ი კიდია პროცესი პრაიმერი შეღება პრაიმერი შეღება ესა და ნუ მაინც მაგის იმედი არ ხარ იმიტომ რომ ეხა მეეჭვება რომ ეს ფერადი იყოს უკვე ხო ანუ შანსი არ არის არა ერთი საქმე აქვს ამას რომ აკეთე ბორბლები გჭირდება ეხლა ესეც არის შეღებილი layer line-ები არ ემშთება საერთოდ ხო ანუ შეღებილია ნუ შეღებავის layer line-ები ხო იმიტომ რომ 50-თრიანი ფუნჯი და 50-თრიანი საღებავი არა რა 50 ეს ფუნჯი ღირდა 4 ცალი ღირდა 50-თრიანი მაგითარ შეღებილი ანუ აქ ემშთება იმიტომ რომ ანუ მაინც აკრედის რაღაც საღებავი მაგრამ სადაც გაიხსო ანუ იქ თვითონ ხო არა იმ დაბეჭდის სცენარები არ ეშვა შინდისფერ ნაწილში მაინც არ ეშვა ახოსაც რო დახედოთ ანუ არაფერი layer line-ი არ ემშთება საერთოდ მე საღებავია წასმული აქეთ იქით აკრელის კი კაი გავცდეთ ბორბლებს და ბორბლებიან რაღაცებს ნერვოს რო ანუ ამ ხელა მანქანა დამდენი ფული დახარჯო და ამ დროს აგერ შეხვდა ტიპა სპეციალური პრინტერი რომელიც დაბეჭდავს თვით აღდგენად მატერიალებს ხო არ ვიცი თვით self healing თვით მკურნალად არ ითვლება ხო ან თვით აღდგენი უფროა რა თვით აღდგენი მე მგონი Huawei-ის თუ რომელი ტელეფონი იყო HI თუ ასე მახსოვს უკანა მხარე ქონდა მაგას ეგეთი რაღაც რეზინისგან რომ ანუ თუ გაიფხაჭებოდა უბრალოდ რაც გახურებით ან თითის გადასვით მე ანუ ის ნაკაწრი ქრებოდა ხო ანუ ეხლა კიდე დაიწყეს ინდუსტრიულ მანქანებში ანუ იქ საბურავები მაინც საბურავებია ანუ შიდა ნაწილი რაც არის რეზინა ანუ არის აი ამ სპეციალური რეზინით ჩასხურავს ანუ ხელს რო კიდებ აი იმენა აი ის სუპერფლუიდი როგორც არის ხო იცი რო ურტყავდა მაგარი რო არის თუ უბრალოდ რო ჩადე ხელ თითი რაზე ხო რაღაც ეგეთი ტიპი არის და ანუ უბრალოდ რაღაცა თუ შეერჯო მაგ საბურავს და მე გამოძრე ის ანუ ნახევრად თხევადია და ჰოპ გადადის რა ხო მაგრამ ჰაერი არ გამოძრება მაგ დროს თუ ანუ არა საკმაოდ მკრივი მასალაა რა მაგალითად გუდრონის გასაგებია და ანუ ეგეთი რაღაცებით ხა ანუ შეიძლება დაბეჭდო თან მაგალითად ამას თუ ეხლა დუალნოზლია რაღაც გაუკეთე ეგეთ პრინტერს რა ანუ რაღაცა აწყე PLA PETG რაღაცა პოლიპროპილენის რაღაცა შუაში ეგ გაუსვი რა ან სახსრებში ეგენი სახსრებში ანუ არ მგონი ეგ ბიო საკმარისი იყოს მაგრამ არა ბიო სახსრებში თვითონ კონსტრუქციის სახსრები გულისხმობ და არა ეს ხო კი მაგრამ ანუ საკითხი თქო და ანუ ბევრი რაღაც კეთება მაგრამ შეიძლება რა ხო და არ საერთოდ ისე მასალათა მეცნიერება გამოდის material science-ი ანუ უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა ნელ-ნელა ჩნდება იმიტომ რომ ჯერ არც მიგვიკაკუნებია რა ანუ 10 წლის თუ 15 წლის ტექნოლოგია ნუ კი არის 30 წლის თუ მეტი 60-იანებიდან თუ ასე გასაგებია ხო მაგრამ ნუ ისე მეინსტრიმის ადაპტაცია ხო რაღაც ბოლო 5 წლის განმავლობაში 2015-დან დაიწყო რომ ხალხმა გაიგო რომ ხო და კოვიდიზეს ყველა სახში რო გავიჭედეთ და ზოგმა რაც კროშეინგი რაც ძერწვა აი რა სასტომა პრინტერები გავაკეთოთ ყველაფერი კი
და ანუ ჯერ არც მიგვიკატყუნებია, იმიტომ რომ თავი შეზღუდვა ეხლა ზუსტად მასალების მეცნიერების მხრიდან არის ტრიდეპრინტინგზე, იმიტომ რომ ანუ მანქანა რომ დადგი, რომელსაც შეუძლია რომ 0-დან 300 გრადუსამდე გაცხელდეს, ხო? ანუ იმას ფეხებზე კიდია მე ფილამენტად რას ჩაუდებ სინამდვილეში რა. მე უკვე არის material science-ზე, რომ უფრო და უფრო მეტი რაღაც აღმოჩნდეს, რომელიც აი ამ შუალედში რომ 0-დან 300 გრადუსამდე რაღაცა დნება და მე ისევ ცივდება საკმარისად, რომ ფორმა ეძლეოდეს. და ეხლა სტანდარტულად PLA რო ავიღოთ, ანუ სტანდარტული PLA-ს 27-29 მმ კუბი აქვს, ანუ flow rate. ხო. და ანუ ეგეც ლიმიტი არის, ანუ კი თვითონ ანუ ამ გიერებს და თვითონ ექსტრუდერს შეუძლია ანუ ტენოს და ტენოს, მაგრამ ანუ იტრიალებს გიჟივით და გაათრევს, მაგრამ ანუ თვითონ ეს ტიპი თუ არ დნება საკმარისად და საკმარისად სწრაფად არ გამოდის იმ დინგიდან, ანუ სიჩქარეში ეგ შეგზღუდავს. თვითონ მასალა, ხო და ამ შემთხვევაში მასალა გვაქვს, რომელიც აი შეგიძლია დაკაწრო და არ დაკაწრო. მე self healing რაღაცა არ მქონია. ერთადერთი სკამი მქონდა. ბავშვობაში ტყავის სკამი იყო, რომ რაღაცები კაწრავდი და მე ხელს რო გადავუსვებდი, იშლებოდა. ესეც ანუ შედარებით კარგი, ანუ გააჩნია რისი გაკეთება შეგვიძლია, ანუ ამ კერძოდ ამ პოლიმერებით. ითქვა, ანუ დასაცმელიც რა, ანუ სამუშაო დასაცმელი. ანუ ის სტროიკაზე ან მექანიკები ან რაღაც მუშაობენ, ხო, სული კატრები მანდა რაღაც ანუ სული ხევი რაღაც, ანუ წარმოიდგინე, ანუ ჰოპ, შეიკეცა უკან რა. ხო. კაია. ანუ ბევრი გამოსადეგი რაღაცები წესით გამო. ეხლა ეს არის შენი საყვარელი. ხო. აბა, ის. მე მგონი ერთ-ერთ გადაცემაში ვარაუდი გამოვთქვი, რომ ნეტა როგორ უნდა კეთდებოდეს 3D პრინტით ორგანოები და ვარაუდი იყო, რომ აი ღეროვანი უჯრედები უნდა დაალაგო და მე ფორმას რომ იცემ ორგანოდ გადააქციო და ისრაელში საკმაოდ ადრე მოხდა ეს. მაგრამ რაღაცა ეხლა გადაუარა ინტერნეტს ტალღამ, რომ აი ებრაელებმა ეს ქნეს, გული დაბეჭდეს. თვითონ გული არის ყურდღლის გულის ხელა, მაგრამ არის ადამიანის ქსოვილით გაკეთებული და აქვს ადამიანის ვენები და არტერიები და ანუ მუშაობს გული და გააკეთეს როგორ? ღეროვანი უჯრედებით დაბეჭდეს ფორმა, მე ამ ღეროვან უჯრედებს უბრძანეს, რომ შენ გული ხარო და რაღაც 2 კვირის განმავლობაში ღეროვანმა უჯრედებმა გააცნობიერეს, რომ კი, ჩვენ გული ვართო და გულივით მოქცევა დაიწყეს. მეორეს გული ვარ, გული ვარ, გულიც გერს, კი, რა ჩაიარა მაგ მესიჯმა და უცებ ბუმ, გულიც გერს. ხო და ეს მე მგონი ყველაზე დიდი სამედიცინო გარღვევა გადაიქცევა, მალე იმიტომ რომ მოიცა ეგ შეიძლება, რომ უბრალოდ აიღო უჯრედოვანი მასა და ფორმა მიცე და ბუმ, მე გააგებინო ვინ არიან და თავის საქმის კეთება დაიწყონ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ანუ დონორები ისინი ესენი ყველა ორგანო ჩანაცვლებადი გახდება. ეგ არის მე საინტერესო, ჯერ ხო ეჭველი, ანუ ვისაც ზემედად ბევრი ნოლი აქვს ხელფასში, მაგათვის იქნება რა ასე. ხო, აბა როგორ. მაგრამ წარმოიდგინე ბავშვი რო იბადება რა, ანუ როგორც ოპცია რა ესე ვთქვათ, რომ იყოს, ანუ მაინც ანუ იმას რა ნახე მას ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების. ანუ მაგას ხო აჭრიან ისაც რა, ანუ მაინც ხომ მოსაჭრელი არის და ოდნავ რაც აიღონ ლაბორატორიაში გააქანე ზედმეტ რაც 10000 გადაიხადე ბავშვი იბადება და ანუ ეგრევე ცხოვრების ბოლომდე ან დონორ ის აქვს რა. ხო, ანუ ხო არის ეგრო მაგას ეგ სერვისი რა, ხალხი ინახავს თავის შვილებისთვის ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს. და სუტყვილა არ უქნიათ რა. თურმე ვიღაცებმა უთხრეს, რომ ხალხო გვეწევა ტექნოლოგიები რა, შეუნახეთ შენ თქვენ შვილებს. ანუ უნივერსალური დონორის პოტენციალი რა, რომ თავის უშველოს. ბერმა ანუ ეხლა შეიძლება ხო იცი, ანუ ანუ ოჯახში თუ რაღაცა ქრონიკული დაავადება არის, ან ხშირად არის, რომ ანუ ეს დაავადება არის ოჯახში რა. ანუ იცი რომ ანუ სამწუხაროდ დიდი ალბათობა რომ დაემართება. და ანუ არ გიჩვენა რაც ოდნავ გადაიხადოს ზემდე და ანუ გამზადებული ეგ ორგანო ეგდოს რა, სადაც ხო და ისე ანუ შენი აზრით ეგ საზოგადოებაზე როგორ გავლენას მოახდენს რა? რა თვალსაზრისით გეუბნები, იცი რომ ანუ ყავს ხალხი
ვინც ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ყველაზე ხარ თავსულიან, პატიოსნად იქცევიან და ყავს ტიპი, რომელმაც იცის, რომ ხო რა, რო სამი გამოსაცვლელი გული აქტივს რა. ანუ მაგ სამი გამოსაცვლელი გულის ფული გადადებული აქვს და ფეხებზე კიდია რა. ანუ ისასტავი რო არის კლუბში რომ მიდის 3 საათი იმინდა სვავს, მე 9 საათი გადაერბენ სისხლის გამართლებას რა შუაში იყო და იმ რეჰიდრონს თუ რაც არის, რეჰიდრონი კი არა და ვა ფიზიოლოგიას ხო აკეთებენ, სითხეს გადაისხამენ და მე გაგზელებენ ის მას. ხო, ანუ წარმოიდგინე როგორი ლოთები გვეყოლება მომავალში რა, როგორი დიდარი საშინელი ლოთები. ანუ ზოგს ის რაღაცა შვედეთში აქვს ხო მე მგონი თუ ავსტრიაში ის ძროხები ხუფიანი ძროხები. გვერდიდან აქვს ხუფები რომ სპეციალურად ანუ კუჩთან აქვს ამოჭრილი რომ ანუ სპეციალური ფერმები არის სადაც ანუ უვლიან ამ ძროხებს და თან ანუ საკვებს აკეთებენ. და რო იცოდნენ ანუ ეს თქვა ბალახეული ან ეს მიქსი რაღაც როგორ მუშადება ძროხის კუჩში რომ ანუ რამდენად იღებს ყველა ვიტამინს თუ არა რა. ხო ასე რეზინის ხუფი არის ანუ ამოიღებენ და ხედავენ ანუ ეგაა რა. და ანუ ეგეთი ლოთები ეგრე იქნებიან просто ახალი ჩაი. ხო ისეთ ეს რა ქვია ხო ძროხებს ზოგჯერ ჭირდებათ მაგ ხუფის გაკეთება იმიტომ რომ რაღაც ძალიან გაზებით როიბერებიან შეიძლება რომ ფერდში წერტილია რომ ჩაარტყი წერტილი და გვერდიდან გააცურებს. ხო. მაგრამ დაპრინტული ორგანოები მოდიან მოფრინავენ. ნუ ჯერჯერობით კურდღლის ხელაა, მაგრამ კურდღლის ხელა იყო გაითვალისწინე ეს 2019 წელს გააკეთეს ეს. 2019 წელს გააკეთეს, მე 2023 წლის სტატია ვნახე, რომელშიც იძახდნენ რომ აი გააკეთესო და ეხა 2025-ია უკვე და ისევ იგივე ნიუსმა დაუარა სამყაროს და ის ბიჭები ტრაკზე ხო არ მჯდარან ეს დროა რა შეიძლება უკვე გააკეთეს კიდეც დიდი გული. ანუ თავარია აი ეს უბეჭდება, ანუ ესეც დაებეჭდება რა. კი რა, ანუ მე უკვე არის ფულის ამბავი, ხო და შეკითხვა არის შემდეგი, ანუ უნდა თუ არა ბენი ნეთანიაჰუს უსასრულო ცხოვრება. ხო და ბარემ მაგას ერთად აგიჯობი ეს უფრო აზროვანად მოდის. აი კოლუმბიაში დაბეჭდეს მთელი ვახშამი, ანუ საუზმე რა, ანუ პირველი მეორე მესამე. აუ ეს ძალიან ეს ხალხი ძალიან მომეწონენ. ეს კოლუმბიის კოლუმბია უნივერსიტეტი რა ამერიკაში, ანუ კოლუმბიელები არის კოლუმბია უნივერსიტეტი. მაგრამ ის ანუ კი საკაიფო არის, ანუ იმენა ფენტეზი ხო ეგაა, რომ პროსტა რაღაცა random biogу ჩადე მანქანაში და ბურგერი გაეკეთა, პიცა გაეკეთა, და იგივე მასალა პლუს მინუს რა. ხო, ანუ მაგისტვის ვარსებობ, რომ მაგ დროს ბურგერი არ გაქანო, რაც ფრეშკოში წახვიდე. ხო, არა, რა მაღაზია, რა მზარეული რა, არა, მზარეულობა საკაიფო არის. ახლა ის მზარეულები იქნებიან, როგორც ეხა არიან რაღაცა დიზაინ, იმ STL-ების დიზაინერები რა, რომ ვიღაცა მაგარი მზარეული იქნება რომ ფაილს ყიდის რა და ანუ material science-ი არა და software science-ები. კი რა ხო და ანუ printable-ს-კომზე დევს ბანძი ბურგერები რაღაც ხვაზე ხარ ვიღაცა ნოშრევანის გაკეთებული ბურგერები ან რაღაცა ზურიკოს ბურგერები მაგრამ FOE super chef-ის ბურგერი თუ გინდა მე $30 უნდა გადაიხადო ფაილში და იგივე მანქანა გიბეჭდავს მაგრამ ის გემრიელია და ეს არის რა. არა ისე მაგრამ ეგეთი მე მგონი პრინტებელი მაგ შემთხვევაში თავიდან ან და მე მგონი ბოლომდე იქნება სახიფათო. რატო? ანუ მინიმუმ ის რომ თქვა ალერგიული რაღაცა თუ არის, ანუ ხო. ანუ ვიღაცამ ანუ ეს ბიოგუ ხო რა სხვა ვარიაციები იქნება რაღაცეების რა. და ვიღაცამ არა, ანუ ჩვეულებრივი რაღაცა ბურგერი არის და ამას რაღაცა კაკალი აქვს შეთხრილი ყველაფერი არის და რაღაცა არ წერია რომ უდევს და ანუ ოპა. აუ ისე და ანუ მაგრამ ფაილში არ წერია რა. ანუ აზე ხარ კომპიუტერის ვირუსის ჭამის შედეგად რომ ყოფდები ადამიანი, ანუ მაგაზია ეგეთ პოდია რაღაც რა. ხო და მაგრამ ისე სერიოზულად ანუ თვითონ ის ფაქტი რომ არ ვიცი აი მე მაგალითად საჭმელებზე საჭმელის ტექსტურებისადმი ძალიან სენსიტიური ვარ რა. იმიტომ რომ აი შეიძლება იყოს რაღაც საჭმელი რომელიც საერთოდ არ მაღიზიანებს, არც სუნით არც გემოთი პირიქით გემრიელია, მაგრამ რაღაც აი თვითონ როგორი ჩაკბეჩა აქვს და როგორ შეგრძნებას იწვევს ეგ ჩაკბეჩა. მაგის მიხედვით ჩემს სისხლს. მაგალითად აი ყვავილოვანი კომპოსტო რა. ანუ იუარი, იმიტომ კი არა რომ თვითონ ყვავილოვანი კომპოსტოს სუნიან გემო მირევს გულს.
მაგრამ აი მე რანაირი სუნის და გემოცდა მეც მაგრამ ანუ უფრო მეტად ტექსტურა მეჯავრება რა თვითონ რასაც კბეჩი მე და ტექსტურაზე სხვა ის მაქვს რა როცა არის დისბალანსი გამოსახულებასა და ტექსტურას შორის ანუ რაღაცას რო უყურებ და ანუ ტვინი უყურებს და ხედავს რომ ანუ ეს რაც უნდა იყოს ხრაშუნა ხო და არის პიურე ანუ ასე ხო გასაგები ხო და აი ხა აი აქ მულტიმატერიალი როდის დაგვეწევა არ ვიცი მაგრამ ალბათ მალე დაგვეწევა რავი ანუ აი ბოლოში ვილაპარაკებთ პრუსაზე და მან დაგვეწევა მულტიმატერიალი აი ეს რაღაცა გავრცელდება მაგრამ ანუ საჭმელების გაკეთება ხო და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა ადგნენ ტიპები და გააკეთეს ნამცხვარი შვენიერი ნამცხვარი არის ფენა აქვს სხვადასხვა რაღაცა არომატები და ის არის რა რომ ანუ რამდენი ექსპერიმენტირების საშუალებას იძლევა სინამდვილეში იმიტომ რომ გამიცანი რა ხდება რა რომ შორის როგორ გინდა როგორ ჩადება რაღაცა FDM სისტემა ხო ანუ ნოზლი რა არის რომ რაღაც 60 გრადუსზე ცხელდება რაღაცა ხო ანუ ამ შემთხვევაში ალბათ 1.20-30-ზე გასხელდება რომ უბრალოდ ანუ დამდნარი წაიღოს ხო და არა შეიძლება ანუ არც წაიღოს დამდნარი და გზა და გზა აცხოს და დადოს ხო იმიტომ რომ ეს არის ანუ მაგრამ ეს ანუ ზოგიერთი გამცხარი ხო რომ ფართოვდება მე ეს ნოზლის სლაისერის სისტემა G-კოდი როგორ უნდა იყოს სწორი რომ იმდენად აიწიოს გამოიწიოს რომ ანუ გამცხარმა არ წაიღოს და ანუ ისაც ანუ ერები რო არის ხოლმე პრინცი რაც 1.8 აწევს და იმდა გაწიებს ხო და ანუ მაგრამ ისა რა რომ ანუ რო გაჩნდება ის რომ შენ რომელი ინფილი უფრო მოგწონს გემოზე რა იმიტომ რომ აი hot dogs რო აკეთებ ყველაზე ხარ უნდა სამკუთხედების ინფილი თურმე რა ანუ აი hot dogs თურმე სამკუთხედები უხდება მაგრამ ტორტს ჯაიროიდი რა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანუ სოსიაც მიჭამია იყო ანუ ჯერბის სოსი იყო მაგრამ შუაში ქონა ანუ სულგუნისნაირი ყველის ანუ ჩხირი რა და შემწვარი თუ ანუ კიურკალიტივით იყო რას მოჩვენ რო შეიწვა ანუ მე ჩაკმეჩი და ეს გადმოდის რა კი და ანუ ერთის მაგრად იმიტომ ანუ ერთი უფრო მარტივია ანუ ჩადელერებათ ისე რომ ყველა ნაკვეთში იდეალურად ყველგან ყველია და ყველგან ის არის და პატარა რაღაცა ციცა გაქვს მოყრილი გემონებით ან რაღაცა ან ბავშვები საკეთებია რაღაცა ანუ რაღაც საჭმელი გააკეთე რომელსაც ანუ ეს სიგრძე ხო აქვს თქვა ანუ ეს ეგეთი არის უფრო ანუ იაპონიაში არის ბენტო ბოქსები რომელიც ანუ რაც დაყენებულია ის რომ ანუ ჯერ ეს უნდა ჭამო მე ეს უნდა მიაყოლო მე ეს უნდა მიაყოლო მე ეს რაც ანუ გემოების ცვალებადობა იდეალურს ხდის უფრო მეორეს ვიდრე რანდომით რო ჭამო რა და ეგეთი ანუ თვითონ ნაკმეჩი რომ შემდეგს აუმჯობესებს რა ბაზარი არ არის და ეს როგორ გინდა ისე დააწყე ან რა ფორმაზე გინდა ის მიეცი რა და მე უცებ ანუ და ერთხელ რო ამოხსნი მაგ ფორმულას არ გჭირდება ვიღაცა მზარეული რომელსაც მე მთელი ცხოვრება უნდა ეხვეწო რომ თით გაანძრიოს არა მანქანა აკეთებს მაგრამ ეს ზოგიერთი მანქანები ასწორებს მანქანები ჯობია ხალხს არა ზოგიერთი ნეუროსპაისის სასწაულისთვის ეს ხდება მე ვარ ეგ ნეუროსპაისი ტიპი ჯაიროიდი გემო მინდა არა მარტო გემოზე არა თუ ვინც ამ მატერიალს უშვებს ანუ რის განსიბეჭდება მაგან თუ რამე არ შეცვალა ან ბევრი ნეუროსპაისი სხვა რაღაცა რეცეპტში რაღაცა შეიცვალა ხო და всё აღარ შევლე მაგის ჭამა კი გასო რამდენი ანუ რესტორანებში რაღაცა ანუ რესტორანში მიხო რაღაც ერთ ბურგერი რომელიც გიავსება შეაგდებ რაღაცა ანუ 3D სკანერი როგორც არის რა ანუ რაც იქნება საჭმლის სკანერი რომ იცოდე რისგან და როგორ არის და შეაგდებ მაგის G-კოდს მე დაიბეჭ და ინა მაგას ყოველ ჯერზე აუ საჭმლის სკანერი როდის ალბათ რა არის გვერდით ჭრილი გინდა უნდა ატვირთო და რაღაცები მოიფიქროს ხო და აი აქ უკვე ნელ-ნელა მე მგონი AI გამოსადეგი გახდება რა. რა გამოიცნო 60-ობის. ხო რა, ანუ აი რო საჭმლის ჭრილიდან მიახლოებითი გემოები დაგისვას. მაგრამ შეიძლება მოგწამლოს კიდეს. ხო და აი მაინტერესებს კიდე რა, რომ რამდენად არის შესაძლებელი, რომ საკვების ტექსტურის შეცვლით. გახადო საშიში. თუ არა შეულებელია. ანუ გახურებული მაიონეზი. გახურებული მაიონეზი როგორია? ცუდი? კი, ანუ ზეთებს გამოყოფს, რომელიც ანუ კარცინოგენი არის რა ორგანიზმისთვის და ანუ წესით ანუ მაიონეზში შეწვა ან მაიონეზის დუხოკაში შეიძლება და იქაც არ შეიძლება. ან რაც შაურმა შეიძლება იტყვას 2 წუთია თუ 1 წუთი რა, ანუ იმედად ახურდება. მაგრამ
საცხოში რო პიცები არის ხოლმე რა კეჩუპი და მაიონეზი რო არის მომსვა ეგ არ შეიძლება. ხო და ანუ ესე იგი ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი რომ რაღაცა გაუაზრებელი საფრთხეების გამოაჩინოს მომენტ. ხო, მაგრამ გას მაგაზე ის რო არის რა ქვია მაგ გასტრონომიას ბელგიაში არის ან ბელგიაში დაიწყო მგონი ქიმიური სამზარეულო თუ რაღაცა რო ქვია რა. ხო, ანუ რაც თხევად აზოტში ქოქოსის რძეს ასხავენ და მაგის რაც ნაყინი გამოდის, მაგრამ ანუ სულიად ნაყინი არის, მაგრამ გარედან არის ნაყინი და შიგნით ანუ თხევადი არის და ანუ ჰოპ ჩაიდე პიში და შიგნით ისხო ყველაფერი რა. და ანუ ეგეთი სპეციალური რაღაცეები აქვს, ანუ ქიმიურად ანუ სხვა ლაბორატორიული საჭმელის თანხმობის გარეშე მიწოდება ალბათ არ შეიძლება. მაგრამ ანუ თქვათ აი ეგეთი რაღაცეები დაბეჭდვა ხო უმრავ ფუნქციონალს და ვარიაციას გაძლევს. და წამიდან თქვათ ანუ ხორცს რო ჭამ, მაგრამ აქ თქვათ აი ვაფლის კონსისტენცია. ხო, ეგ ფიზიკურად თუ შესაძლებელი, მაგრამ არ, ნუ ანუ გემო ხო თვითონ რის გადასკეთება ეგ იდეაში ნოზლი თუ საკმარისად ცხელი გაქვს და იმას აი აირონინგს რო აკეთებ რა ლეიერების რა, რომ გქონდეს ჭიკოჩი რომ შუა აი ამ ხორციან ლეიერს აირონინგს უკეთებ ყველა დადებაზე რა და ჯერქის კონსისტენციაზე დაყავს რა, ხო და არა ფარში ჩაყარე და ჯერქი გაგიკეთა ან რა, იხაზე ხარ ფარში ჩაყარე, არა ვიჩინაზე დაგიყვანა უცებ. ანდრე შოკოლადები რო არის, ხო ის ბაბლ შოკოლადები, ბუშტუკებიანი რო არის შიგნით. ხო. აი რო ჩაგმეჩა და ენაზე რო გადნება რა. ანუ ეგეთი სხვა ვარიაციების კი დაბეჭდა. ხო, ანუ მაგ ბუშტუკში ჰაერის მაგაც სხვა რაღაცის შადება ვაფშე. კი. აი გას ის ალპენგულსა ხო მგონი ისაც like ლორწოზე რო კაცონობს და სპეციალისტ რო აქვს რა ხო არა სხვა მე მგონი ხვდები რა სამო მაგრამ ანუ რო ჩაგვიჩო შოკოლადს ანუ მე რაც კი ეგ ის აზე რომ სამო და ანუ ეგეთი რაღაცები რო იჩარი ჩვენ სხვა საჭმელში რა ანუ ყველი გაქვს ან ჩაგვიჩო მაგრამ კაცონს იწყებს მაგარია ანუ ისა პოტო ანუ მაგის გამოსადეგად ბავშვებისთვის რა ანუ ბერს ხო აქვს რაც ანუ ამაშ და შოკიამიბას აღჭამს ანუ ახირებები და არა ანუ დაუბეჭდა ბროკოლია მაგრამ კაცუნობს არა ანუ ბროკოლისგან არის მაგრამ აქ რაღაც დაინო ნაგეცის ფორმა და походу კაცუნობს რა ხო ანუ მე უკვე ფეხებზე არ კიდია ბროკოლი არ არის ასე შემდეგ ხო თა მწვანე არ იყოს რა ანუ რაღაცა შეური ხო მინდა რომ ეს ხალხი გავითარდეს და მე ახალი ამბები გავიგოს ამათ. მაგალითად თქვენ რა საკვებს დაიბეჭდებოდით პირველს მაგით? შენ? მერტო მაგალო მიშულე. გზადა ეგზე რომ მეკითხებ არ ვიცი კვერცხი. პროსტე კვერცხი. ხო, შემწვარი კვერცხი მინდა. მასიქში უკვე. არა, სპეციალურად შემწვარი. რა გვაქვს შემდეგი ნიუსი? შემდეგი არის აგერ. აი ჯაიროიდი ვახსენეთ და ჯოხი ხელში მოიმარჯვა. აი გლასგოს და იტალიელების თანაურთიერთობით შექმნეს ახალი რკინის ბეჭდვის პოლიმერი ტიპი. რომელიც ანუ რისთვის გამოიყენება, რომ აი მანქანებისთვის არის უმეტესად ახლა რაც ამათო გათვალეს, რომ ანუ სტანდარტული ფორმა მანქანის რაც არის ანუ შიდა რკინას და შიდა კონსტრუქციის არის ანუ ისე გათვლილი და ისე გაკეთებული რომ ანუ ავარიაში თუ მოხდა ანუ ეს უნდა შეიღუნოს ის იქით უნდა გაიღუნოს რომ ანუ ვისაც ან რასაც დაეჯახება ისიც რომ მაქსიმალურად ნაკლებად დაზიანდეს და შიგნითვისთვის ეგეც მაქსიმალურად ნაკლებად დაზიანდეს. და ანუ მაგის გამო ლიმიტირებული არის პოტენციალი ავარიის შემთხვევაში რომ მოულოდნელი მიმართულებით ტყდებოდეს და იღუნებოდეს მეტალის კონსტრუქცია და რაღაცა უბედური ანუ რო აღმოჩენ რომ აი ძალიან კაი მანქანა ის არის ესა მაგრამ რაღაცას როგორც კი წარტყამ ეს რამის ჯოხი იმენა შემოდის და მძღოლს ურტყამს ყელში ცუდი ინჟინერია ცუდი კონსტრუქცია ცუდი დიზაინი არ ეგრე გაკეთება მაგიტო არის ხო ბოლო პერიოდში ანუ რას ვუყურებ ყველა მანქანა რაც ანუ გზისთვის გამოიშვება ანუ არ ვიძახი რაღაც რეისინგისთვის და რაღაც ანუ ტრაქტორები და რაღაცა უესმან ქალაქის სედანები და ჯიპები ანუ პლუს მინუს ერთი ვიდია ხო? კი ბატონო. ანუ გარედან უბრალოდ სხვა აქვს აკვია, მაგრამ შიგდან ანუ რაღაცა მთელი ფორმა არის იდეიგივე პლუს მინუს რა. ანუ რაღაცა
ადრე რო იყო რაც ვაიბ ქარები და რაღაცები რა ერთი მახსოვს ვისი კადილაკის არის ეჭ მანქანა იყო მთელი რა ქვია მას საბარგული რაღაც შუაში ხალხის აზის სალონი ხო მთელი სალონი იყო წინ ანუ ძრავა იყო უკან და მთელი მანქანა იყო უკან რა ჩათვალე და ანუ უბრალოდ იღებოდა ეს კარები და წინას ხდებოდნენ ხო მაგით ავარიაში არ უნდა მოყვე ხო არასოდეს არ უნდა მოყვე მაგით რა ანუ ძალიან ახლოს არ ყოფილი მაგრამ რო დაუბრუნდეთ ანუ ესენი ასაკეთებდა და მაგ პრობლემას იცი რა ქონდა მაგ მანქანას თურმე ავარიაში რო ყვებოდა ხალხი შეყავდა ძრავში და მოტორს აფუჭებდა მაგრამ ხო ეხლა აი ესენი ჩვენი გლაზგოელები და იტალიელები ან შოტლანდიელები ასაკეთებენ არის სპეციალური დაბეჭდვადი ჯაიროიდ ლატეს პატერნა რომელიც ანუ ისე შეიძლება დაბეჭდო როგორც გინდა რომ ანუ ყოველთვის აი ესე შეიჭმუხდება ამ ძალით ან რაღაცა ანუ აქედან თუ დაეჯახა რაც ეს ვიცი ჯაიროიდის ნიმუშკა აქ კი დაიჭრია ჯაიროიდის ნიმუში ანუ ჯაიროიდი ჩვეულებრივ 3D პრინტერში ეს არის ინფილის ტიპია რომელსაც ესეთი ერთმანეთში აზნექილი ტალღების ფორმაა აი ნახე ეს არის შიგთავსი და აქეთ გამოწი ხო აი აქ ეს არის შიგთავსი ეხლა ჩვეულებრივ 3D პრინტერში ეს ტიპი დაფარული იქნებოდა და შიგნიდან იქნებოდა ისეთი რა და ეს რაღაცას რო დაეჯახა აი შეიყუნა შემოიყუნა ეხლა ვატკაცუნებ ბუმ ხო და მიკროდაზიანებს იღებს მაგრამ ნახე აქედან იჭმუხნება და ზემოდან რო ჩაჭყლიტო ზუსტად იგივე პარტენი აქვს და ზემოდანაც რო ჩაჭყლეტავ მაინც ესე იჭყლიტება გვერდიდან რო ჩაჭყლეტავ მაინც ესე იჭყლიტება ხო და მაგალითად ეს რო სულცარიელი იყოს შიგნიდან ან რაღაც სხვა ფორმა ქონდეს უი ძალიან შეგვინელდა ვიდეო მე მგონი მართლა ვკარგავთ ფრეიმებს არაფერი გაგზეში ლაპარაკი აი მე მოგზაურებ ლაპარაკს ეს რომ მარტო კუთხეები იყოს ხო ეს კუთხე თუ გატყდა გავარდება გამოვარდება რაღაც არალოგიკურ მიმართულებას აიღებს მაგრამ ეს თუ არის რაღაცა ნაწილი მანქანის რომელმაც აი შეჯახებაზე უნდა მასქნას დაიცვას ანუ რაღაც შეიჯახოს ერთნაირად ხო რა საიდანაც არ უნდა მოხდეს შეჯახება ყველაფრისთვის მზად არის რომ საღაც შეძურეს თავის სხეულშივე რა და ანუ რაღაცა 360 გრადუსიან თელ სივრცეში სირბილე დარტყმა გამძლეობას აძლევს ესეთი შიგთავსის ქონა ნაწილებს ხო და თან გარშია სად არის ეს ნაწილი ხო სხვა infill density-ს მისცემ კი და იმის მიხედვით ანუ შეიჭმუხდება და ნელა მოვა შენამდე რა იქ ხო ხო და აი მაგალითად რა ვიცი აი მანქანის ბამპერი არ ვიცი ბამპერი ან ბამპერი რაზეც ამაგრია ეს რკინის ნაწილი რა ხო ან რაღაცა შეიძლება იყოს ისე რომ აი წინიდან დაარტყამ დაიჭმუჭნება გვერდიდან დაარტყამ და არ დაიჭმუჭნება და გავარდება გამოვარდება მოძურება რაღაცა მოულოდნელ სიზამს ხო და ამ შემთხვევაში იმდენად ის არ გინდა რომ გარანტირებული არის რომ ყველა დარტყმას გაუძლებსზე არ არის ლაპარაკი ლაპარაკია იმაზე რომ როდესაც დარტყმა მოხდება ნაკლები მოულოდნელი რაღაც ქნას რა და ანუ განიცადოს დეფორმაცია რაღაც საზღვრებში მაგრამ საიდან მოხდეს ერთნაირად დეფორმირდება ყოველთვის რა ერთნაირად დეფორმირდება და ერთნაირი ამტანობა აქვს რა ხო და შესაბამისად დიდ ავარიებზე საკმარისად მტკიცი არის რომ დედა არ ეტიროს და პატარა ავარიებზე საკმარისად დრეკადი არის რომ რაღაცას არ უტიროს დედა ბოლომდე რა და აი ეს პლუსი აქვს აი ამ ტექნოლოგიას რომელიც ინერგება ნელ-ნელა მანქანებში იმედია ანუ მანქანებში ანუ თუმცა ანუ ეგეთი რაღაცას მე მგონი სამოვალოდ ანუ სხვაგანაც შეიძლება გამოიყენო ანუ ერთი რაც მომივიდა ახლა თავში დიათ ანუ უმეტესად ანუ იაპონიაში და ანუ მანდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში ანუ მან ხო ძალიან მიწისძვრების სტიკი ანუ ხშირად არის მიწისძვრები მან სულაცად მაიცი ორი მაზე რო არის პლატოზე იქაურობა ანუ არმატურის მაგივრად ანუ ესეთი ფორმის რაღაცები რო ჩაუსვა ხო საინტერესო იქნება რა მოხდება რომ ანუ მიწისძვრამ ანუ თქვათ ანუ Empire State Building-ში როცა არის ანუ მან ხო დიდი რკინის ზოდი არის შუაში რომ ანუ მიწისძვრა რო არის ანუ სახლი აქეთ გამოიწევა ეს აქეთ გამოიწევა რა ანუ ცენტრი სულ ფუ
counterweight-ია რა. საწინააღმდეგო წონა, რა ქვია ქართულად? ხო, საწინააღმდეგო წონა რა. ხო და კომენტარებში განგვანათლეთ. თუ შეიძლება. ხო, ანუ იგონერად, ანუ რო აშენო სხვა რაღაცები, ან გავაკეთო სხვა რაღაცები, რომელიც ანუ იცი რომ ანუ ესე უნდა გამოვიდეს რა. ხო. შვენიერია. მე და ეხლა აბა შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი გვაქვს ისევ ჩემი დეპარტამენტი კომპანია. კი. ორ კვირაში ერთხელ როგორც ვინმე რაღაცას აკეთებს და ხოძი არიან, ზმა, მაგრები არიან. ანუ საქმეს აკეთებენ. ხო, და ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა ზელეფელზე. ხო. და ამ შემთხვევაში Nike-ის და Zellfelds-ის კიდევ ერთი კოლაბორაცია და Air Max 95,000 გააკეთა Zellfelds-მა Nike-ისთვის. და იქნება ზემსუბუქი, ზეფარფატა, ზემსუნთქავი ბოტასი, რომელიც ალბათ სასიამოვნოა ფეხზე ჩასასვლელად. მაგრამ ეხლა ეს არის მეგონი მესამე თუ მეოთხე Nike-ის და Zellfelds-ის კოლაბორაცია. ანუ ჩემი აზრით უკვე თუ არა აქვს წილი მაინც ნაყიდი Nike-ის Zellfelds-ის. ხო. ანუ თლიანად ყიდვა უფრო იაფიარ დაუждდება ვიდრე შეკვეთა და მე 20 თუ 30 რამდენი პროცენტსაც ითხოვს ზევიდან Zellfelds-ი ამის გაკეთებაში მაგის გადახდა. იცი რას გეტყვი? ჩემი აზრით Zellfelds-ი იმ ხელა პოტენციალის მქონე კომპანიაა, როგორც Nike-ს, რომც უნდადეს Zellfelds-ის ყიდვა ფეხი არ ჩაეტევათ. ბადუმს. არა, მან მგონია რომ მაგრამ მან არის კითხვა. შენ გესწრები მაინც შენ თუ უყურებ მაგ კომპანიას, ანუ Zellfelds-ი ანუ private კომპანია არის თუ shareholder-ები აქვს? მე მგონი private არის. მაშინ ხო, თორე shareholder-ები რო ყოფდეთ. მაშინ მოუწევდათ გაყიდვა უბრალოდ იმ კავების გამო. დებოდათ, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ Nike-ს რო დაიდო აი 5-0 shareholder-ები იყვნენ რომ ანუ შენი თავარი საქმე არის რომ ჩვენ გვიშოვო ფული. ხო. ამას თუ არის ზამ, ესე იგი ფულს არ გშოვობ, ამიტომ გაგაგდებთ და ჩვენ მივყიდით რა. ხო, და ვინც გაყიდის, იმას დავსვავთ. აი, არის ძალიან ცუდი რა. სააქციო საზოგადოებების კი და არა, ანუ პრობლემა არის თვითონ აქციონერები მანდ. რაც ანუ ვერ გებულობ, ანუ მაგათ უნდათ, ანუ 5 ლარი ხვალ, ვიდრე 100 ლარი ერთ თვეში რა. და მაგის გათვლა არ აქვს ხოლმე რა. ანუ ეგეთ კომპანიებს გაგვგონო რო დააცადო ტიპს და ანუ ყველაზე კაი მაგალითი ერთ-ერთი Steve Jobs-ი. ხო. ანუ გააგდეს თავისივე კომპანიიდან, იმიტომ რომ ჩვენთვის არ მუშაობ. კი, მაგრამ და ბანკროტები გახდეთ, ტიპი დაბრუნდა გამოუშვა. კი. Elon Musk-ის რამდენჯერ გააგდეს ეს? ერთი-ორჯერ გააგდეს. და მე ანუ იყიდა. ხო. მაგრამ ეგ არის და გას მაგას ერთად კიდე Nike-თან ერთად სად არის? ხო. აი ეს assistant looks cream გააკეთეს დაბეჭდილი ფლოსტები, მაგრამ ის ფლოსტებზე ჩემკენ რატო არ შენ? აქ არის რა. კი, აქ არის? კი, მეთქი მე ვარ ფლოსტი. მე მეძახი ფლოსტუშო, მე მეძახი ჩანკალაკი. მაგრამ არის უფრო consumer friendly როგორ ქვია, მომხმარებლისთვის უკეთესი ფლოსტი? ხო, არა. ანუ ისე კი ფლოსტები რაც 5 და 10 ლარი ღირს და მაინც ანუ გაფშდა გადააგდე რა თემა არის, მაგრამ ორ კომპონენტიანი ფლოსტია რა, რომ ფლოსტი არის და ფლოსტის ღაბაში აქვს გამოსაცვლელი. ეს რომელსაც ანუ შეგიძლია შენ ფეხზე დაბეჭდო. კი. ანუ რაც კაია, ანუ კომფორტი და რაღაცა საგაიფიქრა, მაგრამ ისა რომ აი უეჭველი უფრო ძვირი იხირება, მაგრამ ისა რომ როგორცაც გინდა ისე დაიბეჭდო, მაინც ფლოსტი არის. და ანუ ამას გამოსვლის შეცვლი რაღაცა. და თქვა ანუ თუ რაღაცას გაკარი და გარედან გაიხა, ანუ გარეთან წელს დაბეჭდო ახალ შეაგდებ თუ ძირი გაგეცვით და მაგას ამოიღებ ახალს ჩაუდებ რა. ფლოსთან მიმართებაში ესეთი მონდია რა, რომ თუ ადამიანმა აი ყველა სხვა ტანსაცმელი შეიძლება რომ სილამაზე მსხვერპლი მოითხოვოს და ხო, არ არის ეს ზედა ისეთი კომფორტული, მაგრამ 20%-ით უფრო მიმზიდველი ვარ ამ ზედაში, შესაბამისად მეც მევა ეს რა და ფლოსტი ისეთი რამეა რომ ერთხელ რო იპოვი რაც იდეალურად გაზის ფეხზე, მე მთელი ცხოვრება იმასთან ერთად გინდა ყოფნა, ხო? ხო და რაც გინდა რომ დაბეჭდო, ან იყიდო ერთი და იგივე, აი ეს ლურჯი პაჟიზნენებს ეძახიან ციხეში, აი ლურჯ ფეხსაცმელებს, იმიტომ რომ უადო პატიმრობა რომც მოგისაჯონ, ის ფეხს ის ჩუსტი მაინც არ გაფუჭდება. უფრო დიდი ხანი იქნება ვიდრე შენ. შენზე მეც გაჩას, მაგრამ ნუ იდეალურად პროსტა კომფორტული არ არის, ხო და
აი რო იპოვი შენთვის კომფორტულ ტიპს, მე ერთადერთი რაც გინდა, ისაა რომ ხო, ყოველთვის გქონდეს უბრალოდ რა. მაგრამ ისა ფლოსტი. ანუ ფლოსტი ანუ იშვიათად ანუ ავსტრალიელებს გითხოთ ანუ ხო და არა, აი ის არის რა, მაინც ცდება რა. ცდება თან ზუსტად აი ის ნაწილი, რომელიც ახლა აქ გამოცვლადი არის, უბრალოდ იმიტომ რომ ანუ თვითონ დადიხარ და ხრაშულა. ხო და მარტო ხრაშუნი არ არის, წონა სადაც აწევს და თან რა ვიცი რა, კანის ნაწილაკები შედის დიფუზიურად მასალაში და რაღაცნაირად სტრუქტურას უცვლის და უცებ ხდება უფრო ოფლიანი, უფრო რაღაც სუნიანი, უფრო რაღაცნაირი ხდება რა. მაგრამ მაგაზე ეკას ანუ ითელება ცხოვრებაში რამდენი ფლოსი შეიძლება დაგჭირდეს. ანუ უგეს დასვლასაკში როცა ანუ ფეხი აღარ გეზდება ამ მომენტში. ალბათ რაღაცა 3 წელიწადში ერთი, მაგრამ ანუ სულ ახალ-ახალივით რო გამოიყურებოდეს, კაი, წელიწადში ერთი. არა, ეს შეიძლება ზოგი ისე ანუ რაც 30-ის რო ხდება, ანუ ერთ წელს იყიდე, რაც წელიწადში ერთი ხო რა რაღაცა. მაგრამ ამით ანუ ისე რომ თუ მოგიწევ რომელს ფლოსი, ანუ უბრალოდ ერთი რაჯობიას ეგრევე ერთი 5 ცალი, 10 ცალი იყიდო. კი. და ანუ ერთი გაიცვთა, მეორე ამოიღე იმ ყუთიდან ჩაიცი. თუ ანუ აი ეს რო ანუ როცა გაფუშტა დაბეჭდი ახალი და ის რომ მოდელი არ შეიძლება. არა, თან ის არის რა, რომ აი თუ ინფლუენსერი ხარ და შენი ფლოსტები, შენი ბრენდია და არა, პირიქით, სილამაზეც და კომფორტიც შენი ფლოსტებია. მაშინ ტექსტიპსის ის როგორც არის ხო, მაგის სანდალები რო არის და მაგის ხო და მაშინ ანუ სხვადასხვა ფერებში გექნება რა, ის ხო შეგიძლია რომ color code შეგიძლია გავაკეთო რა, რომ შაბათს სამშაბათს რო აწერ ხო შაბათი და სხვადასხვა ფერში გაიმზადე. და ინფილის აი ძირის ნაწილიც სხვადასხვა ფერებში შეიძლება გქონდეს და რაღაცა ბევრი კომბინაციის გაჩერება შეიძლება. ანუ საბოლოო ჯამში უბრალოდ ძალიან კომფორტული ჩუსტია. და ძალიან კომფორტული ჩუსტი ყველაზე მაგარი რამეა. და შემდეგი ო ამაზე BMW იყო თუ ვინ იყო მაშინ რო ან მეორე ეპიზოდში ვყავდი მეგონი. მე მგონი მაშინაც Toyota იყო. ანუ უოთ რაღაც 3 წამით 2 წამი მოიგეს, აი სპოილერი რო მოიცა გავიხსენე. მე მგონი Ford-ის გუნდი იყო, არ ვიცი, რომელიღაც გუნდი იყო. მე მგონი თუ Red Bull-ის. ხო, მოგეთ რომელიღაც ბრძოლის ჩემპიონატზე, ბრძოლისთვის ბრძოლად რბოლისთვის ემზადებოდნენ და ანუ წამი რომ მოეკლოთ, ანუ ბეჟდავნენ მანქანის სპოილერს, ანუ და ეგრევე ოპ გაუშვა. რაც ლაივში ხედავენ როგორ მუშაობს, ოპ ახალი დაბეჭდეს არ შეცვალეს და აი ეგ Toyota-მ გადაწყვიტა რომ მარტო სპოილერი რატო, ბარემ ყველა მანქანის ნაწილი ვაკეთოთ ეგრე რა. და ხო, ერიკ მანქანას აკეთებენ, რომელსაც დიდი ზომის 3D პრინტით ნაწილებით აწყობენ სულ. ხო, ესეც ანუ რბოლისთვის არის გაკეთებული ეს ელექტრომანქანა და ანუ წამები და რაღაცები რომ მოიგო, ანუ უცბად ხო, მოაძე წააძე, всё, ეს ფორმა მუშაობს, დაბეჭდეს გააკეთე რკინით. ხო, ანუ ეგ არის რავი რა. უფრო კარბონით ალბათ. კი, კარბონით. კარბონ ფაიბრით არაკეთებენ ხო ეგეთ უფრო სარბოლო მანქანების. კი, ხო არა, ეხლა რკინას ალბათ არავინ არ ხარ, მაგრამ შეიძლება კარბონი ხო IAP-ის სიამონება არ არის, ანუ ერთი ეს კრილო ალბათ ერთი 1000 რაღაცა შეიძლება ღირდეს, მithwe სარბოლო ვარიაცია რო ანუ აკიდა. სად 37 ვარიაციის გაკეთება რო გჭირდება? ხო. სად 37000? სად რაღაცა 5 კილო ფილამენტი. ხო. ხო და არა თან ის არის რა ძალიან დიდი განსხვავება იმაში სიჩქარეში და იმიტომ რომ რაღაც დავუშვათ ყალიბი შეუკვეთე გადააგზავნა საბოლოო მანქანების განმავითარებელი ინჟინრების workflow რა იყო რა რომ ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ფურცელზე რა ხო რომ 6 თვე ფურცელზე ურტყა ტვინი დახატა დიზაინები ნახაზები შეადგინა როგორც იქნა მიიღო და ანუ ჯერ თავდაჯერება იპოვა რომ ცადოს თავდაჯერება რომ იპოვოს რომ ცადოს ხო რა მე ერთი ორი თვე უნდა რომ უბრალოდ დასტური უთხრან რომ ვიღაცა სხვა ტიპმა რომელსაც სხვა მილიონი საქმე აქვს იმან დაიწყოს ბოლო-ბოლო ამისი ნაწილების კეთება რომ რაღაცა 6 თვეში ამ კაცმა რომელმაც დაინახა მთელი მექანიზმი უკვე აწყობა დაიწყოს რა და პატარა შეცდომა თუ მოვიდა კარგად მეყოლე ძმაო მე კიდე დეტეილზე ეგ იტერაცია არის რომ რაღაცა 6 თვიანი 3 თვიანი 4 თვიანი იტერაციები არა მაგრამ აი რაღაცა ეგეთ სიტუაციაში თუ უმუშავია ვინმე სოდესმე სადაც ნუ ის არის რა რომ სხვადასხვა ტიპები გისრულებენ რაღაცას სხვა დეპარტამენტის მენეჯერი სხვა დეპარტამენტის თან ის არის რა რომ ანუ რეალურად ეხა ის ჟეშტიანში კი ვინც არის კომპანიაში თუ ვინც არ უნდა იყოს რა იმას ხო თავის მენეჯერმა უნდა დაავალოს რომ ამ ბიჭს კრილო გაუკეთე ძმა და ამ ბიჭს ის გაუკეთე ამ ბიჭს ეს გაუკეთე ხო
ხო და იმას რიგი უდგას რა, იმას მილიონი დავალება აქვს თავისი მიღებული და ამ შენი პროტოტიპი არანაირად არ არის რაღაცაზე პრიორიტეტული თუ არ გახდა პრიორიტეტული და ზემოდან თუ არ უთხრეს ვიღაცას. და აი მაგ პროცესს ძალიან აჩქარებს ის, რომ არა, ტიპმა დახაზა და გვერდზე უდევს. კი, გვერდზე უდევს მანქანა, რომელშიც შეაგდო, ამოიღო ნაწილები, მიადო ერთმანეთს, აწყო ეს ტრეკი კი აქვს და მარტო რეის ტრეკის რიგში ჩადგომა უწევს, რომ ხო, აბა აი შეიძლება ისიც არა ის დიდი ტურბინების ჰაერის საქმე მაგ ან აეროდინამიკობის ჩემბერები რო არის. უბრალოდ ანუ ერთ დიდი ვენტილატორია, რომელიც ანუ ჰაერს უბერავს, აი ესე და ანუ წინ უბრალოდ რაც ქული რაღაცა smokes უშვებენ და ანუ მანქანან რაც არის აეროდინამიკული ობიექტი რა, მაგის წინ რო ანუ უყურებენ ეს როგორ მოძრაობს რა ჰაერი მაგის გარშემო. ხო. ანუ უბრალოდ ანუ შეიძლება ტრეკზე არც მოგიწევს გასო, პროსტა მან ხარ და ანუ მაგ ოთახშივე გადაირბინე, დაბეჭდე, გადმოირბინე, დაბეჭდე, რაც 5 წელი დააყენე, ანუ სანამ ეს შეამოწმე, ანუ სანამ ყველამ დაბეჭდა რაღაცა, მე ანუ თავიდან დაიწყე რაღაც რა, ანუ ხო და საბოლოო ჯამში ჟესტიანში კი არ აქცდება. ხო. ანუ საბოლოო ვარიაცია გჭირდება. ხო, მაგრამ ანუ სანამ იმ ტიპთან მიხო, იქამდე უკვე 5-ჯერ, 6-ჯერ გაქვს გატესტილი საუკეთესო ვარიანტები, ნაპოვნი გაქვს, ყველაზე ეფექტიანი ფორმა ნაპოვნი გაქვს შენი მანქანისთვის და მე უკვე ბუმ, ეგრევე პირველივე სამუშაო პროტოტიპი, ნუ რაღაცა უკვე მარკეტ ტესტი არის, უკვე პირველივე ნამდვილი რკინის მანქანა, რომელსაც აწყობ და უფრო და უფრო მეტი 3D პრინტინგი მოვა მანქანებში. ყველგან მოვა უფრო და უფრო მეტი 3D. მაგაზე გამახსენა ერთი ძველი ხურობა იყო. სამზარეულოში შემოდის. ანუ ადამიანებმა როგორც იქნა მოახერხეს, ანუ კოსმოსში გაფრენა და ანუ თვარის მზის სისტემის გასწობა და ხდება უცხოპანელები რა. და ვა რაღაცა თქვენ როგორ მოახერხეთო რა, ანუ კოსმოსში გამოფრენა. რა ვიცი, ანუ იმდენი დინამიტი ჩავტეთო, სანამ არ გაფრინდაო რა. ანუ იქნებ მოდია რა. სადან HL-ში 7 წელი რო აადადა და აქ პროსტ ბრუტ ფორსი რა, ანუ სწრაფი მარტივი, ანუ დაილეწოს რაკეტა, მეორე გაუშვი, მესამე, მეოთხე, მეასე. და მაგრამ სამაგიეროდ აგერ არის ეს. ეს ყოველდღე. ანუ მერის გაგითხრათ მე ძალიან მაგარი არის დინამიკების. ანუ აწყობა ან სხვა მოდელების, მაგრამ ცოტა ჯერჯერობით ძვირი არის, მაგრამ აგერ ამან შეიძლება გაადვილოს მაყურებს გაკეთება და არის ნუ ახლა შიგთავსი არ მოყვება, მაგრამ თვითონ ფორმა და called signal ფორმი არის open source high fidelity სპიკერების სისტემა პლატფორმა. ანუ setting-ებს შეიყვან რა გინდა, რა გააქვს და ანუ გამოგიდებს ანუ სავარაუდო მონაცემებს და ანუ იმის რა ფორმას აწოდებს. მოიცა, ანუ ეს ეხა რაც არის დიზაინი, ეს ერთ-ერთი ვარიანტია, მაგრამ იმის მიხედვით შენ რა გინდა, შეიძლება საერთოდ სხვა ფორმა გაკეთოს? ესე იგი იმაზე ცოტა უფრო კარგი რაღაც ყოფილა ვიდრე მე. ანუ უბრალოდ ანუ დიზაინს გიმზადებს, რომ აქ პორტები წავა, აქ ის წავა, აქ ეს წავა, შენ პროსტა დაბეჭდე მე. ანუ სტანდარტული დიზაინი არის და მე შიგნით რადგან ანუ გააკეთე რა. და ანუ ისე რომ მარტო შენ ანუ ისე რომ ანუ open source ხო ისე რომ ანუ 1000-ობით ადამიანს შეუძლია მიეყაროს და რაღაცა რა. და იგი ანუ აი დადო maker role-ზე. ხო. და ანუ ვიღაცა მე ეს გავუკეთა, ვიღაცა მის გადაუკეთა, ვიღაცამ ანუ ეს 100 მმ-იანი დინამიკი არ მაგ და 80-იანი მაგ და აგერ მაგის გადამყვანი ან 80-იანისთვის ეს STL-ია, მე 70-იანისთვის STL-ია. ან მარტო გადამყვანი ან მარტო ის ან რაზე ან ვიღაცა ხმის ინჟინერი მოვიდა და იცი რა ეს კუთხე აქ ესეთი რო არის, მთლად არ ვარგა და აგერ არის რაღაცა ედონი ჩასასრიალებელი, ანუ სხვანაირ თამასაბჭი რო ანუ უკეთესი ხმა გამოვიდეს. და საბოლოო ჯამში შედიხარ და ამდენი ადამიანის კოლაბორაციის შედეგს იმ კი იმით რომ ერთი download STL-ს აჭერ. ხო, რა გესმის რა. მაგარია. ანუ open source-ი მაგით არის კაი. მაგრამ ახლა ხო იცი რო ეჭველი ვიღაცა ეს რაღაცა შეცვლის და დაიწყებს სახში გაკეთება. არ ვიცი, მე ვიზამდი მაგას სიამოვნებით რა. მე ახლა აი ამას სიამოვნებით გადმოწერდი, დავაწერდი ჩახტო sounds და გავყიდიდი 700-ად. 700 რაღაცად, არ ვიცი ჯერ რა არის, ან 700 ბიტკოინი იქნებოდა, დოჟკოინი, თეთრი თუ ლარი, არ ვიცი, მაგრამ 700-ად იყიდება რა, ანუ რაღაცა 700 უნდა იყოს. 700 გრამი კარტოფილი. 700 გრამი კარტოფილი ძალიან ცოტა, 700 კილო კარტოფილი
ვილაპარაკოთ. მაგრამ აგერ ლაპარაკი ანუ open source-ი ერთ ცალკე კაი არის. მაგრამ აი ესეთ რაღაცებს კომპანიები რო აკეთებენ, ეგეც კაი არის, მაგრამ იმის გამო რომელი კომპანია აკეთებს, არის, მაგრამ მაინც კაია რო აკეთებენ. ანუ დავიწყოთ მარტივად, აგერ არის AI Builds-ის 5 access-იანი 3D პრინტერი, რომელიც ანუ გააკეთეთ რომ სპეციალური LLM-ი დაატრენინგეს ინჟინერიაზე და 3D პრინტერების დიზაინებზე და უთხრეს ამიწყეს 3D პრინტერი, რომელიც ანუ 5 access-ი აქვს. და დაბეჭდა აი ეს ან გაუკეთე ეს მოდელი და სასწრაფოდ დაბეჭდა. და ეხლა მუშაობს. და კარგი აღმოჩნდა რა. ანუ იტერაციები მე თავის გაუკეთეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მდგომარეობაში მოიყვანეს. და რაც დიზაინერ ვორდი თუ რაღაცას მოიგეს, რომელიღაც კონფერენციაზე მგონი. მაგრამ ეხლა დაუპარტნიორდნენ Autodesk-ს. ანუ ვინც მუშაობს 3D მოდელებთან, შეიძლება Autodesk Fusion-ი ან Autodesk 360 ან Fusion 360. თინკერკადის ხო Autodesk-ის ისა. მაგრამ ანუ Fusion-ი არის უფრო მასიური ინჟინერული რაღაცა. ანუ მაგაში ამატებენ, ანუ მაგ პარტნიორების მიხედვით, რომ ანუ აი სპეციალური მოდელები, რომელიც ანუ ამ 5 axis-ზე დაბეჭდვადი გახდეს, რომ ანუ ამ Fusion 360-ის კონდეს საშუალება, ანუ ედონი, რომ ანუ გითხრას, რომ ანუ ოპ რაღაც ანუ ეს მოდელი ეს თუ გააკეთე, იქ ვერ დაიბეჭდება და წინასწარ ანუ რაღაც ლიმიტები გაკუთხეების და რაღაც. რაც ანუ საკაიფო არის, უმარტივებს ბევრ ცხოვრებას, რომ ანუ აი ეს მარტო აი ამაში შემიძლია მუშაობა და ანუ რაღაცას ვერ თორე ახლა ვთქვათ gen printable-ზე ან maker roll-ზე ან things-ზე და სხვა საიტებზე მოდელები რო არის ხოლმე, ანუ უბრალოდ ვუყურებ და ანუ აშკარად არადაბეჭდვადი მოდელები არის. ანუ გინდ FDM-ზე, გინდ Resin-ით, ანუ უბრალოდ ისეთი ფორმებია, რომ ანუ აი ესეთი კუთხეები, რომ ანუ ვიცი რომ კი, რაღაცა ჩამოგეღვინთება, რაღაცა გაგიჭედავს, რაღაცას გაფუჭებს რა. ანუ უმეტესად არის ანუ FDM-ზე დაუბეჭდა და რაღაცა ნახო ანუ რაც 1-2 მმ-იანი რაღაცა ჭხირი უჭიავს, ანუ ეგ არ დაიბეჭდება რა, ანუ ხო. ან და საპორტიც რო გაუკეთო, ისეთ კუთხეზე რო არის, ანუ უეჭველი მიეწევ მაგ საფოს და მიდი წააძრე. ხო, ეგ იშვა ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიზაინი არის ატვირთული ამ ტიპებზე, რომელიც თვითონ ერთი successful print-ი თვითონ არა აქვს ატვირთული რა, მაგრამ დიზაინი არის რა და აბა ვინ გარისკავს რა, ვინ გაიმეტებს 300 გრამ ფილამენტს იმისთვის, რომ ეს გაურკვეველი რაღაცა 8 ფეხა გაურისკოს რა. მაგრამ მაგიტო ესეთი რაღაცები უფრო მეტი თუ გახდება slicer-ში რო იყოს, ანუ წინასწარ ეგეთი რაღაცა და გათვლილი. ანუ კი გეუბნება ხოლმე რაღაც აქ overhang-ი არის და support-ი მიეცი. კი. მაგრამ ანუ ხო და ისე ამას ვაფშე სხვა სისტემის slicing-ი ჭირდება ალბათ, ხო? რაღაც სხვა ცხოველია, იმიტომ რომ რა ხდება, ხაი დავუშვათ, ჩვეულებრივი პრინტერი ხო მუშაობს ესე, რომ იმის რაღაცა შუა საუკუნოვანი ბიბლიის გადამწერივით რა. გადაწერა ერთი ფენა, აიწია, გადაწერა მეორე ფენა, ცოტა ჩაიწია, გადაწერა მესამე ფენა. ეს ტიპი რას აკეთებს, რომ ეს ფენა ხო დაიწია, მაგრამ თვითონ ეს საწოლი ძირს ესე მოძრაობს. შესაბამისად, დავუშვათ, აი რაღაც ესეთი კითხვის ნიშნის ფორმის გაკეთება თუ მინდოდა რა. ჩვეულებრივ შემთხვევაში აქ აი სიფრთხეზე კითხვის ნიშანს რო ვაკეთებდე ხო რა, წამოვა კითხვის ნიშანი და მე აი ეს ცხვირი მთლიანად ჩაკიდულია, შესაბამისად აქ საპორტის ხევნა აშენოს ტიპმა და ამ ცხვირზე დაკიდოს რა. და ცხვირი მაგას უნდა დაებჯინოს, მაგრამ ამას შეუძლია რა, რომ ისევ კითხვის ნიშანს ვაკეთებ, მაგრამ ნახე რა ხდება რა, რომ მე აქ მუშაობ და თვითონ აი ეს საწოლი მოძრაობს ისე, რომ ხელში მომაწოდოს და მარტო ორ განზომილებაში მოძრაობს თულჰედი და დანარჩენი. კი, რა და ანუ კითხვის ნიშანი ესე კი აღარ მომყავს, ანუ ეს მოძრაობს კითხვის ნიშნის ფორმაზე, ძირს მიკრულია და იმ ადგილებზე უბეჭდავს, რომელიც ჰაერში იქნებოდა გამოკიდებული ადრე და ეხა სხეულთან კონტაქტი აქვს და სხეული, ანუ თვითონ პრინტის სხეულს უმარჯვებს თულჰედს კარგად რა. მაგარი რამე. მაგრამ მაგას კიდე უფრო კარგი ეთიჟენი უნდა კონდეს მაგბეს თორე ანუ 90 გრადუსზე გავდიხარ, ოპ, ჩავარდა. კი. ეგ რო არ მოხდეს. კი, მაგრამ აიც ის არის რა, რომ აი რაღაცა ნაწილები, აი მე მგონი ყველაზე მეტი გასავალი აი ამ პრინტერებს. იმდენად არ იქნება იმ რაღაცა დაუშვათ, დახვეწილი მინიატურები და მაღალი დეტალიზაცია, რამდენადაც ზუსტადაც რომ აი ტექნიკური ნაწილები
ტექნიკური ნაწილები და საპორტის ნაკლებობა. ხო რა, ტექნიკური ნაწილები, რომელიც არ გინდა რომ საპორტით დაიბეჭდოს, რა, გინდა რომ რაც შეიძლება, ანუ ერთიანი მონოლითური ფორმა, რასაც გინდა რომ გქონდეს, ძირთადად ეგეთ რაღაცებს აითვისებს ეს პრინტერი. რაც ისეთ ანუ ცოტა თან საპორტის სეტინგების კარგად დადება ისე რომ ანუ ლამაზი იყოს, სადაც საპორტი იყო მიბჯენილი, უეჭველი რაღაცა მოთხრილი ექნება სადმე რაღაც რა. მაგრამ აგერ შემდეგი სანამ ბოლოზე გადავალთ ანუ ერთი ყველაზე პოპულარული რაღაცა რაც ჩვენ ინდუსტრიაში სამწუხაროდ საბედნიეროდ იყიდება, ანუ სამწუხაროდ იმის გამო რომ ანუ მომბეს და მაგების ნახვა და ყურება, მაგრამ საბედნიერო ისე რომ ანუ იმდენი იყიდება რომ ანუ ჩვენი სფერო მეინსტრიმ ხდება და უფრო მეტი იგებს და უფრო მეტი ის არის მოხარებელიც და მოყვარულიც და ტექნიკოსიც ჩდება. ანუ აგერ არის Wiglets ანუ პარტნიორობა გაუწია ერთ-ერთ დიდ სათამაშოების წარმოებელ კომპანიას, ანუ Wiglets ვინც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიჯეტ ცხოველების დიზაინერული ანუ საიტი არის ახლა, ანუ მე თავიდან ის Patreon-ი ქონათ რაღაცა და რაღაცა და ნუ უბრალოდ შეიძლება ყიდვა მოდელების და მე მაგით გაყდა, მაგრამ თვითონაც თავისას ყიდიან და ანუ მაგ ნახე რაც ვიდეოები, ანუ კი რაც აი ამ ხელა პატარა სათამაშოები არის, მაგრამ რაც ჩვენ როგორც ვიყავით ის ანიმე მუსიკის ფესტივალზე ან რაც მაცურიზე რა, მან თქვა რაღაცა ოდნავ დეტალები რაც ყია, იქ ვედროები აქვს რა ამ სათამაშოების და ის კი რაღაცა ცალი ლარი. ხო, არა, აი 5 პრიზი, ჩაყარე ხო რაღაცა. 5 არა. 7 პინგვინი. და რეგ არა. აი კარპუში შესაძლოა რომ მიდიხარ 100-ად ბრინჯს რო იღებ რა. ანუ აი ეგ და რა ქვია მაგას კოუზი და აქან არ ვიცი ხო რაღაცა. ანუ ეგ აქანდაზიც ყრიან. ხო, ანუ ეგ აიღე და ანუ ერთი აქანდაზე რაღაცა $10 რა. და თან ანუ რანდომი ყრია და რაც მომოვა რა. ნუ საკეფის მაგრამ საუბარს ანუ ეგეთ 3D პრინტერთან თვითონაც აქვს 500 თუ 600 პრინტერი მეტი თუ არა. სადაც ანუ ამას აკეთებენ ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე მაგას მეთქი მეც მინდა. მაგრამ ანუ საკეფო მაინც ანუ ესეთ ანუ პოპულარ სტანდარტულ კომპანიას ანუ მეინსტრიმ კომპანიას რო დაუპარტნიორდნენ და ერთად გააკეთებენ ხა მაგას ანუ იასთან მუსტოიევი? ხო. აჰა. ანუ ეგ მისცემს საშუალებას რომ რაღაც მომენტი ანუ პროდაქშენის სოფლოუდი გააკეთოს და თან დელივერის და ანუ მაღაზიებში შესვლის და მაგ ყველაფრის ბიუღალტერია და რაღაცეები ცოტა დაიკიდოს და უფრო მეტი დიზაინერი აიყვანოს მაგის მაგრამ და უფრო მეტი კიდე გააკეთოს ეგ რაღაცეები რა და შეიძლება არა მარტო ეს ფიჯეტ ცხოველები არამედ სხვა რაღაცეებიც იჩაიჩო რა ანუ თავისუფლებას დროს და ანუ იასნა ხო ფული შემოვიდეთ რაღაც მაჩ მაგის გამო რომ უფრო ბევრად გაშეულათ მის მაგრამ თან ანუ უფრო მეტი დროცა რაც ანუ ოფლოუდი შევუძლიათ რაღაც მომენტების ხო საინტერესო და საერთოდ არ არის საინტერესო მაგას საინტერესოა ანუ მეიკერი იყო просто ტიპი იყო რაც თავის პადლში აკეთებდა ამ რაღაცებს მე და გაიზარდა $multi-million-იანი კომპანია იყო რაღაცა რა ანუ მაგაშია საღოლ თემაა რა ის ბაზარი არის ხო შეიძლება შურიანი ვარ და ისე ვარ რომ მე უნდა ყოფილიყავი ეგ ხარიან აქტივები რატო მე თეთრი შურიც რო არ არის არა ხო არა რა თეთრი შავის უშავესია ბიჭო შავის უშავესია რომ მილიონები გააკეთა ტიპმა რაღაცა ფარტხუნა ტიპებით და ნუ რეალურად ხო რავი მეც მაგ ფარტხუნა ტიპებს ვაკეთებ ოღონდ დიზაინერი არ მყავს ჩემი გერგო მაგრამ ეხლა რასაც ყველანი ელოდით როდის ხო გუშინ წინ შაბათს თუ პარასკევს პრუსას ქონდა თავისი maker day და გამოაცხადეს ძალიან ბევრი რაღაცა. ნუ ხო 31-ში გამოაცხადეს. ანუ თვითონ ივენთი იყო 2-3 კვირის წინ, მაგრამ NDA იქნა ხალხს. 1 საათი დაგვრჩა ეხა? ჰა? 1 საათი დაგვრჩა ეხა? ხო, ანუ არ გაჩერებულა ტიპები. ანუ მოგეთ, დავიწყოთ ყველაზე დაიწყე თავიდან. მინიმალურით, რაც არის ახალი პრინტერი, თვითონ ანუ Core X1 L. ხო. რაც არის ანუ Core X1 არის სტანდარტული რაც 216-იანი
კუბის პრინტერი, რომელიც ანუ Corex Y არის და ანუ plusus თავი enclosed basic პრინტერი პრინციპში, ხო, რა Core-1. ხო, basic-ი მაინც ანუ $1000 ხო, არა, $1000, მაგრამ plusus basic-ი $1000 რა, იმიტომ რომ ეგ არის, ანუ ხარისხიანია და იცი რომ თავის მუშებს კარგად უხდიან. და ჩეხური კომპანია არის, ევროკავშირის კანონებს და მაყურებელს ანუ პასუხს აგებენ თავის თავზე რას მოჭი მაყურებელს და მაგიტო არის ფასე, მაგრამ ხარისხიც კაი არის და კომიტიც კაი არის. ნუ Corex One ანუ Corex One L კიდე არის 300 320-ზე თუ არ ვცდები, ანუ კუბი და თვითონ საინტერესო ისაა რომ ანუ ორჯერ მეტი პლუს მინუს ხო გამოდის, ანუ საერთო ვოლიუმი სადაც დაბიჭო შეგიძლია, მაგრამ მთლიანი პრინტერი არის რაღაცა 10 თუ 15% უფრო დიდი ვიდრე ჩვეულებრივი Corex One. ანუ რაც ოდნავ უფრო დიდი არის, მაგრამ ანუ ორჯერ უფრო მეტის დაბეჭდა შეუძლია. ხო, ანუ მაქსიმალურად უფრო ეფექტიანი გახადეს შიდა კონსტრუქცია და არქიტექტურა. რაც თავარია, რაცა 500 გრამი თუ 1 კილოთი უფრო მძიმე არის მარტო. ვაუ. რაც ანუ Corex One, ანუ შაშრაც გამოუშვეს, ხო, შაშრაც გამოუშვეს, ან თუ წესას შემოვიდა, როცა გამოუშვეს. იყო steel, ანუ ფოლადის კედლები და რაღაცები ქონდა. ამას აქვს ალუმინის. აჰა. მაგრამ ჯამში გაიზარდა, შესაბამისად წონაშიც მოიმატა. მაგრამ ანუ ხო, ფოლადიდან ალუმინს რო გადმოვიდნენ, ანუ მაგაში მოიკლეს და ანუ მაგ მომატების მოკლება რაღაცა დააბალანსეს და ესე ფოლადი რო ყოფილიყო, ხო, იქნებოდა 10 კილოთი მეტი. კი, ალბათ. ხო. ეგო მე საკაიფო არის, როცა ანუ რამდენი 1300 თუ 1400 იქნება მაგის ანუ ფასი თავის საიძე რა. აქ რო გამოიწერო პლუს 18% პლუს ანუ 5 ევრო თითო კილო და რაღაცები. კი. დაჯდება რა. 2000-2200 დოლარი ალბათ გამოდის რა პლუს რაღაცა. მაგრამ საკაიფო არის თან ისე რომ ანუ ისევ ინდექსის სისტემა Corex One-ზე ხო რაც 6 თუ 7 წელი ეტეოდა. ამაზე ხო უფრო მეტი დაეტევა. ხო. მაგრამ ჯერის თო მაგაზე ბევრი ველაპარაკეთ. კი, ბონტეკი არ ამოგვსულია პირიდან. აი ხაც უბრალოდ ვიძახი ხოლმე. ზოგჯერ ქუჩაში მივდივარ და ეს გავიხედავ რომ ლამაზი ბავშვი თამაშობს და პეპელას დაასდევს ბადით და მომხდება ხოლმე ბონტეკი. აი, შემდეგი რაც გამოაცხადეს იყო open print-egi, რაც არის ანუ bambulabs აქვს და elegus მემოჯეჟობით, ანუ თუნ სფული რაც არის აი გორგალი. ხო, გორგალი რაც არის ფილამენტის, აქ რაღაც მიდამოებში აქ პატარა სტიკერი, RFID სტიკერი აქვს, რომ NFC სტიკერია რა. ხო. NFC არის თუ RFID არის? ანუ იგივე პლუს ანუ NFC ნუ რაც არის, რაღაც სტიკერი აქვს, რომელიც EMS საშუალებას არ ძლევს გაარჩიოს, რა ფილამენტი დევს ეხა აქ. მაგრამ ეგ არის რომ მარტო მაგისთვის იყენებენ უმეტესობა კომპანია, მაგრამ ამა თუ არა open print-ი გააკეთეს ისეთი რომ ანუ თან წერვადი არის, ანუ open source-ი რო არის. კი. შეგიძლიათ წაკითხო და დაწერაც კიდევაც და თან სისტემაში ამატებენ იმას რომ ანუ აი ეს კოდი ხო აქ ანუ ამ RFID-ის რომ ანუ ეს არის აი ნარინჯისფერი PLA. ხო. და ანუ აგერ არის ახალი ვიყიდე, დავამატე და ამაიც რომ კილო არის. და ანუ მაგით რომ ბეჭდავ პრინტერი ეუბნება რომ აგერ 327 გრამი გამოვიყენეთ, აი ამ თეგზე დავწერ ახლა რომ დარჩა ამდენი. ამიტომ შემდეგში ანუ ისევ ჩემ პრინტერზე არა სხვა პრინტერზე იგივე NFC ჩიპი თუ გადაიტანე, იმან იცის რომ დარჩენია რაღაცა 600 რამდენი გავაზრდა 67 გრამი. და ნუ არ გიწევს ინსბურგზე და თან შეიძლება ანუ სხვა იმაშიც ანუ warehouse სისტემები რო არის. ხო. მან შეიყვანა და მაგაც მიაწერა და სულ იცი სად რამდენი როგორ გაქვს რა. კი, ხედა მით უმეტეს ეხლა თან აი და ფერმების სიტუაციაში განსაკუთრებით უფრო და უფრო დიდი სფულები ხდება პოპულარული რა. ანუ კი, ეს სტანდარტული 1 კილოიანი სფული გასაგებია, მაგრამ რაც უფრო დიდი სიტუაცია გაქვს რაღაცა 2.5-იანი, ხო, 2 კილო, 3 კილოიანი, 5 კილოიანი სფულის მინდა ხავს მე მგონი. რა, ხო და კი არის, მაგრამ ისე რომ მე ის ძალიან და ჩამოკიდო რაღაცაზე რა. ხო, მაგრამ ანუ ნუ იმაში საქმე რა, რომ რაც უფრო დიდი სფულებით მუშაობ, მით უფრო მეტად გიღირს თან აი ამ ტრეკინგის გაკეთება, იმიტომ რომ ის დიდი სფულის გამოცვლის მომენტის დადგომა როგორც წესი დიდ პრინტს აჩერებს დიდი ხნით რა, ხო და ეხლა დავუშვათ, ვისაც რამე დაუპრინტავს ცხოვრებაში,
ერთ-ერთში ვიმეორებდი ეხა იმ პრუსას ტიპის ტექსტს, რომ ძილის წინ გაუშვი, დაიძინე და აღმოაჩინე მე დილით გაიღვიძე და აღმოაჩინე რომ აი ზუსტად მაშინ გათავდა ფილამენტი რომ კიდე იყო დარჩენილი 1-2 საათი, 1 საათი რა და აი ეგ ცერემონია გამოცვლის დილით შეგეტენა. ხო და ანუ სანამ გაუშვებ სენ პრინც გეტყვის რომ არ გასაკმარისი ამდენი ვარ. ხო 200 გრამი ვარ, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა ხელით თუ არ აწონეს ფულები. არა აი გვერდიდან აწერია ვითომ რომ რაღაცა აი ამდენზე 100 გრამია, ამდენზე 200 გრამია, ამდენზე 300 გრამია ზოგს პულს, მაგრამ 200-დან 250-მდე შუაში რამდენია? აი ძალიან ვარაუდით უნდა მიხვდე, რა ვიცი. მე უბრალოდ რაღაცა ჩემი არწივის თვალის სუპერძალების წყალობით ვაკეთებ მაგას, თორე ისე ანუ მეცაც ხელით ხო რა ოფიციალურ ინფორმაციას არაფერი არ გაწოდებს რა უბრალოდ ეს არის რა რომ უნდა ჩაუმიზნო რა არა კი მაგ სასტორი მაგრამ მიდი სასტორთან აი უფრო ხშირად ვარტყამ ხოლმე და ზუსტად ვეწევი რა მაგრამ აი ძალიან ბევრი პრინტი მაქვს რომ ბოლო ლეიერზე აღარ მეხო ფილამენტი რა და რაღაცა ერთი ლეიერი ელოდება გამოცვლას და აბა აზრი აქვს საერთოდ თავი ახალი ის დავიწყო და თავიდან დავიწყო ასე აი წინასწარ გეტყვი და ანუ ისე რომ open pentagi რო არის ანუ უბრალოდ სტიკერების ყიდვა შეგიძლია მაგარი RFID-ის და ნებისმიერი ფილამენტი რაც გაქვს მაგაზე ანუ სკოლზე მიაწებო კი და დააწერო ანუ ეს რაღაცა პრუშამენტის ფილე კი არ არის აი რაღაცა ხო ბამბუს რაღაც კარბონი ან ნებისმიერი რამ მაგარი რაღაც გამოაცხადეს მოგეთ კაია შენ კიდე იყო აი ეს ორიგინალი პრუსა კორვანის ანუ ძერსკი ვერსია რა ძერსკი ვერსია უკ არის მუხა ხო ანუ 100 წლის მუხის ფიცრებისგან გაკეთებული ეს enclosure რომელიც enclosure-ის გარშემო არის და ანუ ვიზუალი აქვს ანუ აქაც ნახავთ ისეთია გაკეთებული რომ ანუ სახში spouses და ანუ ცოლ-ქმრის ის იქნება რომ ანუ ხო ეს ლამაზია იდოს ვიდრე რაღაცა ენდერ სამიროდა სამზარეულოში რას ისაფეთ მოხდება ის დაპრიტული ხო სამზარეულოში ენდერ სამს ვერ დადებ ამას დადებ რა სპიკერები რო არის ხოლმე რა ძერსკი ხიზა ასა მაგის ვიზუალი აქვს ამას ეხლა რა ვიცი მე ქუშენს თუ გავუკეთებ როიალზე დასადები ვიდი აქვს როიალს გვერდზე კი აი ზედ როიალზე უნდა ან ფეხებიც აქვს და ფეხებს ხო პატარა თაროც აქვს რომ იქაც რაღაცები ლამაზად დადო ყვავილია რაღაცა მაგრამ მე არის ცოტა ნაკლებად სახალისო მაგრამ მაინც ბევრ რაღაცას ამატებენ აი process slicer-ი რომელზეც თითქმის ყველა slicer-ი არის აწყობილი ახალი ვიზუალი ექნება რომელიც ანუ უფრო თანამედროვე დიზაინის ხარც ეხლა ანუ 2K slicer-ი მოწოს მე პირადად ყველაზე მეტად რაც ყველაზე ფუნქციონალურად ყველაფერი ერთ ადგილას არის ანუ უბრალოდ ტავები არის და იცი სადაც დაჭირო process აქ ანუ ტავების ზევით აქვს და ანუ slicer-ის ანუ preview window რაც არის მაგაში არ ჩანს რა როცული რაღაცებს და საკეტაბია რაღაცა print settings-ის, printer-ის setting-ების და email-ების და ანუ გეკარგება რა თქმა უნდა გასაგებია. ნუ რაღაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება update-ია ამ შემთხვევაში ეს. რა თან ანუ multi-material სისტემების და რაღაცეების, ანუ უკეთესი კოდის და G-კოდის გენერირების საშუალება. აუ ისე public service announcement-ი უნდა გავაკეთო პატარა. რა რომ ხალხო თუ თქვენს პრინტერზე მუშაობს რა ფირმის სლაისერიც არის იმის გარდა სხვა რამე სლაისერის შეისწავლეთ საკითხი, იმიტომ რომ არსებობს კარგი სლაისერები და არსებობს ბანჯი სლაისერები. ანუ შესაბამისად ისა რა რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს რომ აი რაღაცა ენდერი მაქვს და creality სლაისერი მქონდა და ეხა სულ creality-ში ვასლაისებ მაგიტო ანუ არანაირი მიზეზი არ არსებობს რომ ორ კარგად მოიწერო, იმიტომ რომ თვითონ სლაისერების ფუნქციონალობა არსობრივად ერთი და იგივე ღილაკებია და ის დისკომფორტი რო არ გაიცადო რომ უი თავიდან იპოვო ის გაჭრა ან ჰოლოუინგი ან რა ერთი ღილაკიცაა ხო ანუ აი აუცილებლად ღირს რომ მაგ დისკომფორტს გადააბიჯო და აი ისეთ რაღაცეებში იგრძნობ უკეთესობას რომ არც ელოდებოდი ხო არის სამი ყველაზე პოპულარული რაც არის ეს არის ქურა სლაისერი, პრუშა სლაისერი და 2K სლაისერი.
ანუ მაქსამიდან რომელიღაცაზე თუ მუშაობს გიჩვენთ რომ მაგაზე გადახვიდეთ, მაგრამ მე მგონი ორკაზე და პრუშაზე ყველაფერი ყველა პრინტერი რაც კი ვიცი ყველას ის აქვს სეტინგები და გიჩვენთ მაგაზე გადასვლას, იმიტომ რომ უფრო ხშირად აპდეიტდება ექსლაისერები, ვიდრე კომპანიის თავისი სლაისერი. და ხშირად ანუ სლაისერი რომელიც მოყვება პრინტერს, აი რაღაცა 5, 6, 10 ვერსიით წინა სლაისერი ამ სლაისერების. ხო. აუ ის არის. თან ის არის, ანუ თუ შედებით ახალი ხართ, ორკა სლაისერი უფრო მარტივი და უფრო ვიზუალურად სანდო და მოხერხებული არის. პრუსაში კიდე შეგიძლია უფრო მეც გაკეთება. მithვეს ანუ advanced და expert სეტიზე თუ გადახვალ. ანუ სეტინგები აქვს კი. ნო. მაგ გავუძოთ ანუ გავცდეთ სლაისერი. ნო, მაგრამ მithვეს ახლა ანუ პრუსა სლაისერი 3 რო გამოვა, ანუ ეგეც უფრო ლამაზი იქნება, ეგეც უფრო გამოსადეგარი იქნება. და ტელეფონის სლაისერიც ყველაზე კაი პრუსას აქვს და ისიც ყველა სხვა მანქანაზე მუშაობს. ხო და ან პრუსა ლინკი ქვია, ხო, მაგრამ საიდზე რო შეგიძლია ანუ ვებგვერდი რო აქვს სლაისერი. ანუ ზოგადად ნელა მუშაობს, მაგრამ ანუ თუ არ გაგწვამა მუშაობს. და ეხლა მთავარი რაც არის XL-ის ანუ პრუსა XL-ისთვის გააკეთეს ახალი ნოზლი. რომელსაც აქვს საშუალება თხევადი ფილამენტის დაბეჭდვის. ანუ თვითონ თან არა მარტო თხევადი, არამედ კომბინირებული თხევადი. ანუ მაგ თვითონ თავისი ვენზე ქონა ბეჭდავენ სილიკონით. მაგრამ ცალკე იყო ეს სილიკონი და ცალკე იყო აქტივატორის მილი თუ რაც შეერთებული და ანუ აქტივირებულს ბეჭდავდა რა. ანუ ორ კომპონენტიან ჩალიჩს აკეთებს გზა და გზა? ხო, ანუ ბოლოში უკვე ორი კომპონენტიან, ანუ ეგრევე უშვებს რა. რაც ანუ მაგრამ ანუ სილიკონი დაბეჭდვა, ანუ კი რაღაცა რისთვის, ანუ მე დაფარბეს, ანუ სილიკონით ანუ შეიძლება დაბეჭდვა. რატო გეტყვი რატო? რატო და იმიტომ რომ TPU-ს ჯობია სილიკონი. ყველაფრით ჯობია TPU-ს სილიკონი. ანუ დრო არის, რომ TPU ჩავარდეს წარსულს და მოვიდეს სილიკონის დრო. ანუ რა ვიცი. და თან კი აი, მაგრამ სილიკონი ხო ძალიან რბილი არის. ხო. ანუ თქვა TPU-ს ბურთს ვერ გააკეთებს სილიკონის ბურთი. რა თქმა უნდა, მაგრამ TPU-ს ანუ უფრო და უფრო რბილი, საერთოდ თხევად რაღაცას რომ ბეჭდავს ხო სასწავლო, იმიტომ რომ TPU-ს თავი იშუ რა რომ TPU ანუ გაიჭედა ბოუდეთიუბში და რაღაცა. TPU-ს იმიტომ კი არ ვიყენებთ რომ მაგარია. TPU-ს იმიტომ ვიყენებთ რომ საკმარისად მაგარია, რომ ზედმეტად არ დარბილდეს, რომ მე იქ რა ვქო, ექსტრუდერმა მოახერხოს, რომ ცხვირში გამოტენოს რა. ხო და ამათ თუ მოახერხეს, რომ თხევადი მასალა ბეჭდეს, რომელიც მყარად გადაიქცა და მე ანუ ერთი ისაა კიდე რომ აი მაგალითად flexibility-ს თვალსაზრისით რა, ანუ დავუშვით აი shorthandness-ი აი TPU რაღაცა 75-ა, 83-ა უკვე ძალიან რბილ TPU-ებად რომელიც ითვლება რეალურად ძალიან ბევრ რაღაცაში გამოუსადეგარია, იმიტომ რომ აი დავუშვით საყალიბე სილიკონი რომ აქ ხა დათრეული რო ვერ დავაყენე საშუალო რომ ყალიბში ჩავასხა ხო რა, იმისი shorthandness-იც რა არის? ერთი 125? 20-ა. 20-ა და ესო შედარებით უფრო ხისტი და მკვირვიობიო, просто უფრო რბილი რაც ქონა, ის არა გვაქვს მითხრეს ტიპებმა, ანუ ეს არის რა, ანუ კისელს ასხავდი ხო? კი, ანუ კი, ანუ რაღაცა კისელის იმკრივა იქნება, მაგრამ არ წყდება რა. და TPU 20-ა რო არსებობდეს ხო რა, ეხა ჩვეულებრივი პრინტერი მაგას ვერ დაგიბეჭდავს. ხო და აი ეს ექსტრუდერი გაჭრიტავს ხო და არც არის. არა, ანუ ეგ ექსტრუდერი შეიძლება მოკლას, აი ყველაფერი მოკლდება ანუ. რა, იმიტომ რომ ექსტრუდერი ვერ მოახერხებს რომ გაატენოს იმ ტრუბში, არა იმ მილში იმის დამხელად direct drive-ი არის, არ არის, ასე შემდეგ. რა, ანუ თვითონ ღერო იქნება იმდენად რეკადი, რომ შეიძლება იმას თვითონ იმ ხრახნებზე დაეხვიოს და დედაუტიროს ექსტრუდერს და ეს სუპერ რაღაცაა, იმიტომ რომ მინიმუმ იმიტომ რომ სილიკონით ძალიან ბევრი ისეთი სამომხმარებლო პროდუქტი უკვე კეთდება, რომელსაც ხალხი შეჩვეულია, რომელიც ხალხისთვის გასაგებია. ანუ რას გეუბნები რომ რაღაცა ნივთს რო ყიდი და დავუშვით აი თუნდაც აი 3D პრინტით ნივთებზე რა, რომ გეუბნები რომ ეს რა არის რა და ეს PLA-ია რა, პლასმასია, ნუ ხო და
ძალიან ბევრი პლასმასი არსებობს, მე უნდა აგიხსნა რომ ეს PLA-ია, რომ მზეში არ დადო და არ დაგიდეს და დეფორმაციას რო განიცდის, მე არ მაგინო. და მე უნდა აგიხსნა რომ ეს PETG არის, მე უნდა აგიხსნა რომ ამით აქედან არ უნდა ჭამო, იმიტომ რომ ზოლები და რაღაცები აქვს. რა, ანუ ბევრი რაღაცის ახსნა გიწევს ყველა მასალასთან მიმართებაში რა. ანუ უბრალოდ გიწევს იმის გამო რომ მორალი გაქვს. ხო და აი ამ შემთხვევაში აი ანუ მოგწონს საიღე ანუ ბერიგერი არის. ტრიდეპრინტინგში ერთ-ერთი აი მე მგონი ყველაზე ისეთი მასალა რომელიც ახსნას არ გიწევს არის ABS-ი. იმიტომ რომ აი ABS-ზე რო გკითხავენ, ABS-ით თუ აკეთებ რაღაცას, რო გკითხავენ რომ ეს პლასმასია და კი პლასმასია ეუბნები რა და რა პლასმასია და აი ლეგორითაცაა გაკეთებული ის პლასმასია რა და ლეგო მანქანები ყველა შინური სათამაშო რავი ანუ ხო და აი ლეგოს პლასმასი გასაგებია უკვე რა ანუ მისაღები თაზა არის რა და ეგეთი არის რბილ რაღაცებში ჩემი აზრით სილიკონი რა რომ ეს სილიკონია და აქვს ყველა ადამიანს რაღაცა რეფერენსი აქვს, იმიტომ რომ რაღაცა სილიკონით დაწებებული უნდა იყოს, რაღაცა სილიკონის კაპერო. ანუ სილიკონის რაღაცასთან ინტერაქცია ქონია და იცის რომ აი ეს რაღაცა პროპერტი, ჩემთვის გასაგები პროპერტიების მქონე ნივთიერება. მაგრამ ერთი მაშინ ამ ფილამენტს თუ გამოიყენებ, უეჭველი ეს Excel-ი უნდა იყოს enclosed. თორე ეგროს ус გაუშვებს, იცოცხლე და იბედნიერე. მაგრამ თავი ისე რომ სილიკონით აჩვენეს, მაგრამ თვითონ ექსტრუდერი არის თხევადი ფილამენტის ექსტრუდერი. ალბათ TPU-ზეც გამოსადეგი იქნება, ანუ უფრო დაბალ short-hardness TPU-ების. სხვა რატო თქვი რომ ერთ რაღაცაზე ცოტა მე ვილაპარაკებთ? საჭმელი. ანუ შოკოლადის და რაღაცეების გაშრობა შეიძლება ამაზე და რა ფორმასაც გინდა იმით და წავიგეთ ან X სხვა 5 tool head-ის დამაგრება შეუძლია რა. და ანუ ფიტის რძე შეიძლება ანუ ისეთ საჭმელი შეიძლება გააკეთო რომ შიგნით თხევადი და ბლანტი რაღაცები კონდეს ხო? ანუ რაღაცა თაფლი რო ჩაასხა იმ ბურბუშელის ბურთებში შიგნიდან მაგას მოდის ხონდი ხო? კი ეგ ხო ეგ საერთოდ ან სილიკონი ან შუა ბურგერში რო სილიკონი გაკრავი რა ხვლიკის ჩადების მაგრო სილიკონის ბურგერი რაც შოკოლადის ბრიქს რო იკეთებ და ან შიგნითაა გჟელი ჩასხული რა ან რაღაც ანუ კი ხო ან ჩაი ნუ შეიძლება ტკბილეულები აი ჩემი აზრით ტკბილეულების იქნება პირველი ტიპი რომელშიც ანუ ტორტები ნაუმცხრები ეგეთ რაღაცები რომელსაც 3D პრინტინგი შეძლოს რომ ამოხსნას რა აი უკვე აი შემწვარი ხორცები მე მგონი ცოტა გვიან მოდის რა მაგრამ აი ტორტი როგორც გინდა ანუ კი ტორტი ხო კონსტრუირებადი ტიპია რა მაგრამ ანუ ამით პრუსამ რა გააკეთო ანუ აი იყიდე Excel-ი ხო და ყოვლის შემძე რასაც გინდა იმას გააკეთებ რაღაც მომენტში აუ რაღაცა თეფს დაბეჭდა რომელზეც მე შეჭამ იგივე პრინტერზე დაბეჭდა ტორტს რა ანუ ერთი უნივერსალური ან დაბეჭდა რა ქვია ყავის ჩიქას რომელშიც ყავას შაგისხავს გაცხელებულს აი შოკოლადის ჩიქები და რაღაცები რო არის ხო იცი ხალხა რა კი ანუ ყველაფერი ერთად შეგიძლია გააკეთო ხო არა ძალიან მაგარი უბრალოდ ანუ აი ეს თავი გამოცვალე ახალი ჩავა და უთხარი რომელი თავი მიეცდევსო კი ხო და არა ეს სილიკონი განაცხადია და რა ჩემი აზრით მოკლედ რა ჩემი აზრით სილიკონი ძალიან დიდი განაცხადია იმიტომ რომ თვითონ ფილამენტის თხევადობის თვალსაზრისით აი რო არა შეგვიძლია რომ გქონდეს თხევადი ფილამენტი აი ორ კომპონენტი არის სილიკონი ჩავასხით და მე ნოზლში შეერთდა და არა და ორი ტრუბის ამბავი აწმებო და ბუმ ბეჭდავთ ანუ კიდე რამდენი რაღაცა შეიძლება იყოს თხევადი ანუ რას გეუბნები რა რომ უკვე აი რა თალსაჩვენებთ რა რომ იმიტომ რომ აი აქ ხო ვიყავით რომ პლასმასია ძმა და პლასმასის ბეჭდვის წესი არის რა რომ აი ღერო რაღაც ტემპერატურით დაადნე და მუშაობს რა მაგრამ თლიანად თხევადი სამყარო გაიხსნა სინამდვილეში უბრალოდ პირველად სილიკონმა შემოაბიჭა რა მაგრამ ეხლა ამით ერთი ანუ წესით ანუ დაბეჭდილ ინვენტარზე ჭამა ხო არ შეიძლება ხო მაგრამ ანუ სპეციალური სილიკონები ხო food grades რომელიც ხდის ანუ რო უნდა შეაშქო ხო პირდაპირ დაბეჭდე ანუ ფენა PLA to PETG დადე გარშემო შეაშხურე ეს ორ ფაზიანი სილიკონი რომელიც ანუ food safe არის ხო და ანუ პირდაპირ დაებერდა ზემეთი ტვინის ბურღი არ იკეთებს ზევიდან რომ მე ანუ ის ცით გახადო რომ ჭამა შეიძლება და ზეთ ხო ალბათ მაინც ანუ მაინც უნდა მოუარო მაგრამ უფრო ნაკლები სტეპი არის რა ფოროვანი სტრუქტურის
მაგრამ სიამ ანუ გარედან შემოაწყობს რა. ხო რა, ეს ფოროვანი სტრუქტურის ის რა იქნება, მაგრამ თვითონ ნოზლით რო შემოას ხას მაგას გული. ანუ სილიკონი წაუსვას რა, ანუ კიდეებში რა. ანუ ხო რაღაც მაგალითად აი აირონინგის მაგივრად რო სილიკონითა აირონინგის დროს რო თან სილიკონი დაასხას და უბრალოდ აი ზედაპირის კოუთინგის ფუნქცია რო გაჩნდეს მაგალითად. ხო, მაგას ვიდეხი რა. იმიტომ რომ ხო, იმიტომ რა ხდება რა, რომ დავშვით აი ტიპი PLA-ით აკეთებს რაღაცას და მე სილიკონით უბრალოდ რაღაცა ზედაპირის რაღაცა 1 2 3 ლეიერი კოუთინგს უკეთებს და ხელს რომ მოკიდებ აქვს იასავნისფერი დილდოს ტექსტურა. არ ვიცი ანუ ეგ სილიკონი ეგ რბილი გარი ხო ეს სხვა ვიცი რა მარტო მაგის ცნობა ვიცი მე რა ვიცი. მაგრამ ძალიან ბევრ საშუალებას აძლევს ახლა ეგ. ანუ უზარმაზარი მე თუ ეს ანუ multi material multi tool head სისტემებში ანუ და ესენი ხო შეიძლება ანუ closed source-იც აქვს, მაგრამ open source-იც ხო ერთვა თუ გააკეთა რამდენი ხანი დარჩა ვიღაცა უბრალოდ დაშალა ეგ იყიდა, მაგრამ ერთი რაც არის ხო გასავარია ფასი. რა არის ფასი? $1000. $1000 აი ამ liquid tool head-ის? ხოლმე და მხოლოდ tool head-ის, ხო? ანუ უკვე უნდა გქონდეს ის ბევრი ათასიანი $2000-იანი პრინტერი. $2000-იანი პრინტერი უნდა გქონდეს, რომელსაც 5 tool head-ი აქვს და აი ეს თხევადი სილიკონის ბეჭდავი tool head-ი მე კიდე $1000. მაგრამ ისა რომ ხო და ღირს რანაირად არ ღირს? არავის არ აქვს. ანუ აქვს. მაგრამ რა ღირს? რა ღირს? ეთი 20-25000 ის tool head-ი ისე რა. ხო, ანუ ნუ ინდუსტრიულ კომპანიებზე ხო და ანუ აი ისა პლუსა მე მგონი ინდუსტრიული პრინტერების კომპანიების სიკვდილი არის ნელ-ნელა რა. თვითონ საუბრობთ რა ერთი რომელიღაცა პრო ვერსი ანუ ერთი თუ ორი პრინტერი რა. რომელსაც ინდუსტრიული და ინე თელი ისა რა კედელი პრინტერებია რა. ხო. ხო და მაგრამ უფრო რაღაცა ფარმის სეტაპი არ არის ეგ ვიდრე კედელი პრინტერი? თუ სხვა რაღაცა. ანუ ორივე აქვს რა ერთი აქვს ანუ multi stage პრინტერების დაზგა რა იმენა. ხო. რო თვითონ რო აგდებს იმას და შენ რო გევასება ხო? შენ პლუსას პატარა ფანბოი ვინ არის? ანუ კარგასებს აკეთებენ რა ანუ მე ანუ ფანბოი დიათ არ მაგრამ ანუ როცა ვიღაც რაღაც კარგს აკეთებ და ხო აუტოდესკს თქვი კაი რაღაც საქმეს და ხო არ ბაზარი არ არის კი და პლუსას ძნელია რომ არ დაუფასო რამდენად მოწინავე ტიპები არიან ანუ თან ტექნოლოგიურად ერთი და თან აი უბრალოდ ადამიანობაში მოწინავე კომპანია არის 3D printing სამყაროში რა ანუ რაღაც humanity-სკენ ყოფი ხალხია რა მაგრამ ერთი მადლობელი ვარ ბამბულაბის მიერ რომ პრუსა უკეთესი გახადა ხო იმიტომ რომ მოუჭირა პრუსას ხო ანუ რაღაცა MKR 1 MKR 2 რო აკეთებ რა ბესრინგებს თავის ან რაღაცა 5-6 წელიწადში შეიძლება დუშევდნენ რა ხო შედა ბამბულაბა ოპა და ტიპა რა ხდება რა არა ისე მართლა რა ანუ ქორვანი მაგის გამო გამოუშვეს ქორვანი გამოუშვეს tool changer-ი გამოუშვეს ეხა liquid-ი მას აკეთებენ მე რა ვიცი მე ახლა თავისი tool changer-ის გამოუშვეს და სხვა რაღაცებზე ადაპტირებ ანუ და სხვა tool changer-ის ადაპტაციისადმინდაც გაიხსნენ ანუ ფუ აი იმიტომ რომ ის არის რა რომ ბონდტეკიც აქვს ბონდტეკის პოტენციალიც აქვს პრუსას და თან თავის tool changer-იც აქვს ანუ მე მიდი და იგრიალე რა ანუ ოღონდ აუ ეცალ X-ზე ანუ უკან ხო აქვს 5 tool head-ის ვარიანტი ეს ერთი tool head-ი არის ბონდტეკ ინდექსი და მაგ წინ გადმოვიდა 12 ბონდტეკის tool-იდან ირჩევს მე რა აა თავისი 5 tool-ი აქვს რომელიც ანუ სპეციალიზებული რაღაცების და ერთი არის ეს ბონდტეკი ეგ რა დაჯდება ეგ სიამოვნება რომ გააკეთო ანუ ერთი 5000 5000 მაგრამ ზატვრამ და ზევიდან კიდე გამარჯვება ჩამოტანა ანუ გავიგე მაგრამ ანუ ეგ არ მიფიქრია რა შედეს რომ ანუ Excel-ზე რო დაგეყენებინა ბონდტეკი და ეგ ყველა tool-ი თვითონ tool changer-ად რო გადაგიქცია ხო სერიოზული ინჟინერია მოგიწევს და ჩალიჩი მაგრამ ანუ ვიღაცა მე თუ იჩალიჩა ხო და ვიღაცა უეჭოლი იჩალიჩებს იმიტომ არ მგონია მე მომივიდე ხან შეფირულად ეგ აზრი თავში არ ვიცი მაგრამ $10000 მაჩუკოს ვინმე და ვიჩალიჩებ და დასვუტირებ ბაზარი არა რა ვიცი რა ანუ ხელობაში არაფერი არ მინდა პროსტა ვიდეოზე გადამაღებინე როგორ ვაკეთებ ძმაო და მე დაგიდებ სახში არა შენი არის მანქანა უბრალოდ მე მაჩალიჩები ხო რა ჩვენ ვართ ანუ
BDT-ი დამადები. ბიჭო ის რო იყო Exhibit-ის MTV-ზე რო იყო Pimp My Ride რა რაღაც აქტივი მინდა რომ გავიჩინო რა რომ მივიდეთ იმასთან ხო რა რომ პრინტერს გაგიმარიაჟებს მაო გადაირევა ყველა რა რომ ეს რანაირი რა არისო იტყვი და ყველა უფრო მეტი ადამიანი რომ გადაირიოს მაგ ყველაფრით დასაცხრებდით დალაიქეთ და დაუშვერეთ თქვენ მეგობრებს ჩვენი გენიალური 3 ნეტავენა და კომენტარი დაწერეთ რამე კომენტარი დაწერეთ თუ ვიხვეწები უკვე რომ გეიხვეწებით ვიზიებ კომენტარი არა უბრალოდ ანუ რაიმე შეცდომები თუ შეამჩნიეთ რაიმე ახალი იდეები თუ გაქვთ ანუ უბრალოდ თუზე არ არის ანუ მილიონი შეცდომა დავუშვით მე მახსოვს ჩემი შეცდომები და ისიც მახსოვს რომ შენ სპეციალურად დაგეზარა მაგ შეცდომის გამოკვეთა რაიმე სხვა სიახლეები თუ გამოგჩან რაც უფრო საინტერესოა რაც ანუ უბრალოდ არ მოხდა ჩვენ კურსთან შეიძლება აქ ხდება რაღაცა და არ გვესმის ხო რავია ის საქართველოს ყველაზე უცნაური ქვეყანა იმიტომ რომ შეიძლება რომ ეს უბრალოდ ბადლოში თავისის ვიღაც ააკეთებს 5 დღე და მე ოპა კი და შეიძლება აღმოჩნდეს რომ რაღაცაზე გაიყვანძო რომ გქონია რომ ინდუსტრიის ლიდერი ხარ და პირველი ხარ და შენი კარის მეზობელი აღმოჩნდება რომ რაღაცა 3 წლის წინ აკეთებდა მაგას და მობეზდა რა მიზანი არის რომ თვითონ ეს თემა ავწიოთ რა მე და ირაკლის მართლა ალადად გვჯერა რომ ყველაზე დიდი ინდუსტრია გახდება 3D პრინტინგი მთელ მსოფლიოში და ყველაფერს შეცვლის ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. ხო და ანუ ეს საზოგადოება უნდა გავიზარდოთ და ერთმანეთს უშუალოდ ახალ-ახალი ამონახსნების და კარგი რაღაცების პოვნაში, რომ დავწინაურდეთ და შევჭამოთ დედამიწა. ხო და არა მარტო ანუ დიზაინერები, პროგრამისტები, ანუ ბევრი ხალხი არის საჭირო და გამოსადეგარი ამ ისისა. ანუ კი, ანუ თქვა სამსხოში მუშაობდა, ასე გაბანო ეს ზოგიერთი ანუ კოდის წერა რო არის ხოლმე რა სხვა დიზაინერო გეონებიან აი ეს გააკეთე და არ სიამოვნებს, მაგრამ გინდა რა სასიამოვნოს გააკეთებოთ, ანუ შეიძლება და ფულიც შოურა, ანუ თქვა ანუ სხვა საიზე და შენი მოდელი ან სხვა კომპანიაში გააგზავნო რომ აგერ ეს ვიჩალიჩე და ანუ აქ რაც 800-ს ან 1000-ს გიხდიან, იქ წახვალ და 35-1000-ს გადაგიხდიან, ის რომ ასე ცოტა რატო გიხდით გეტყვიან რა. იცით მოდელირებით რამდენი ფული გვაქვს ჩვენ გაკეთებული? მე მაქვს ერთი 500 ლარი გაკეთებული. მოდელირებით? მართლა დუდ? მე просто ბლენდერში რაც რანდომ რაღაცები გავუკეთე. ის რო არ ვიცი, მაგრამ რა. მე მაგე რო იცოდე? კი, მე მაქვს ზუსტად $1 გაკეთებული მოდელირებით, იმიტომ რომ ირაკლი მითხრა რომ რა დაგიმოდელო რაღაცის ხასიათზე ვარ და საფერფლე მეთქი უთხარი და მე ინტელექტუალური საკუთრების უფლებები შევლახე ირაკლისი და Creality Print-ზე просто გადავავის პონჩი ის low poly საფერფლის მოდელი ავტვირთე და $1 დავადე ფასადს და ვიღაცა მიყიდა და მე ვიღაცა დაალაიქა. კი, ორმა ადამიანმა დაალაიქა და ერთმა ადამიანმა იყიდა. კი, ორი ფეივორიტია. ხო და ყველაფერი ხდება და მართლა მაგარი დიზაინი და მართლა ანუ ის შვენიერი დიზაინია, მაგარი დიზაინია შენ საფერფლის მაგრამ მაგრამ ნახوار საჭი გაგეთებული დიზაინი არის რა ხო და მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რაც არის ცოტა გასწვავებული ჩერბრი მოდელინგი, ну სტანდარტულ სვერდა ანუ თამაშებში სხვადასხვა მოდელინგი რაც არქიტექტურული მოდელი სხვადასხვა არის, მაგრამ 3D პრინტინგის მოდელინგი სხვადასხვანაირი არის, ანუ ხო, იმიტომ რომ თლა ნებისმიერ ზომა ფორმას ვერ გააკეთებ. ანუ კარგად რო დაიბეჭდოს, მაინც რაღაც ისინი უნდა ქონდეს რა, ანუ ფუნქციები და ლიმიტები რა. კარგი მოდელის შესაბამისად როგორ არის რა, რომ ანუ ვიღაცა თუ შექმნის კარგ მოდელს, რომელიც იმ ფორმა კარგად იბეჭდება და 1-2-3-4 განსხვავებული ადამიანი ატვირთავს, რომ აი კი, მეც დავბეჭდე და კარგად გამოვიდა, ხო? მე პოპულარული ხდება უფრო, ანუ თვითონ განმეორებადობა აპოპულარულებს შენ მოდელს და მე უკვე ხალხი თან ისა რომ აი თქვა printables და makeables და მეგონი Creality Cloud-საც აქვს ეგ ანუ პოინტების დაგროვება რო შეგიძლია მე მგონი ხო ანუ მაგრამ ისა მაქსაიტებს აქვს ანუ თუ დადე შენი 3D მოდელი და ხალხს დაევას რაღაც ანუ თვეში რაღაც პოინტებს გასწევს ანუ გააჩნია რამდენმა დაალაიქა რამდენმა ნახა და რაღაც პოინტებს რო შეაგროვებ შეიძლება რაღაცა უფასო ფილამენტი მოიგო ანუ უფასო ფილამენტში გადაცვალო ეკულები ან 3D პრინტერში გადაცვალო ეკულები ან რაღაცა უბრალოდ მაისურებზე ან კუპონებზე და რაღაცები აქვს ხო და ანუ
თუ შეგიძლია რატომაც არ, ანუ ბარემ კი. თუ გიგდია რაღაცა პორტფოლიოსავით გამოჩნდება როგორც მინიმუმ. აჰა. ხო. წავიდეთ ახლა ხო დავიშალოთ. ხო. აბა ორი აქვს შეა და აბა ჰედა აბა ხო შეხვდებით. პაკა პაკა, კარგი იყო, მადლობა.